მამა თევდორეს თქო რომ დავიწყოთ ხელოვნების შეხედვა. თქვენი კურთხევით მეუფე. მოგესალმებით ამ მართლაც დიდ სამრევლოს დღეები, რომელსაც უკავშირებთ ამ შეხვედრებს პატრიარქის საიუბილეო დღეები ძალიან მნიშვნელოვანია მართლაც და თავისი ხანგრძლივობით ხედავთ აქ 45-90 თვითონ ის ფაქტი რომ ჩვენ ეკლესიას აქვს საეპისკოპოსოები ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეს იყო პატრიარქის იდეა და სურვილი რომ ქართველების გადინება რო დაიწყო იმედია დროებით ამას ჩვენ ყოველთვის ვიმედოვნებთ და ქართველები უკან მობრუნდებიან სამშობლოში მაგრამ ეს პერიოდი რომ ჩვენი ერის შვილები არ დარჩენილიყვნენ ეკლესიის და არა მხოლოდ არამედ იმ გამაერთიანებელი ძალის გარეშე, რომელიც ქართველებს შეკრავდა და არ მისცემდა გაფანტვის საშუალებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ეკლესიას დიასპორაში, დიასპორისათვის აქვს ეს ორი მნიშვნელობა. პირველი, რა თქმა უნდა, მიიყვანოს ქრისტესთან მორწმუნენი და მეორე, ამ მორწმუნეებს არ მისცეს საშუალება, უпроსორად მისცეს შესაძლებლობა, რომ არ გაიფანტონ და არ გაიფანტებიან და შესაბამისად მათ ექნებათ საშუალება უკან დაბრუნების. ამიტომ რა თქმა უნდა, ჩვენ მადლიერი ვართ პატრიარქის, რომლის თავის დროზე მიღებულმა ბრძოლმა გადაწყვეტილებამ მოგცათ თუნდაც თქვენ საშუალება რომ ყოლოდათ ეპისკოპოსი, ქონოდათ ტაძარი და სადაც თქვენ მოხვიდოდით და ერთად უფალსაც ადიდებდით, სამშობლოსაც გაიხსენებდით და დაბრუნების შესაძლებლობასაც დაუტოვებდით საკუთარ თავს. მადლობ რა თქმა უნდა მეუფე საბას, რომელმაც ქრისტეს დარის სიმდაბლით მოგცა საშუალება უკვე მე რამდენად შეხვედრილიყავით, გონი ეს მესამე ციკლია ლექციებისა და შეხვედრებისა. ეს არის მართლაც ძალიან დიდებული რამ და ასევე მადლობთ მამებს, აქაურ მოძღვრებს, წინამძღვარს, მამა სპირიდოს, მამა ზაქარიას ასევე, რომლებიც გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ ასე გქონდეს ურთიერთობა და მე მინდა გითხრათ, რომ არა მეუფეს ამგვარი ქრისტეს დარის სიმდაბლე და მამობრივი გულმოწყალება თავის დროზე რომ არა პატრიარქის ნდობა, თქვათ, ჩემნაირი ცოდვილი უღლისადმი, რომ არა აქაური მამების ძმური სიყვარულის გამოვლენა და აქაური ბრევლის ჩემდამი დაუმსახურებელი შეიძლება ასე ითქვას ნდობა და სიყვარული ჩვენ ასე ერთმანეთს ვერ შევხვდებოდით ამდენჯერ ყოველ შემთხვევაში. ახლა რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დღევანდელი დღე მეწინა გუშინდელ შეხვედრაზე ვთქვი, რომ ჩვენი ყველა თემა იქნება არავიწრო პროფესიული კუთხით განხილული. ამ შემთხვევაში მაგალითად დღევანდელი თემა იცით რა არის, როგორ დავამარცხოთ უიმედობა, დეპრესია და ნერვოზი. მოგეხსენებათ რომ ეს თემა არის ჩვეულებრივ ფსიქოლოგიური კუთხით განსახილველი და რა თქმა უნდა ფსიქოლოგმა იცის ამ თემაზე როგორ ისაუბროს როგორც პროფესიონალმა მაგრამ მე ვფიქრობ თქვენ ხვდებით რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიური კუთხით ფსიქოლოგის თვალსაჩინარიდან არ განვიხილავთ დღევანდელ თემას. ეს არის ფსიქოლოგების საქმე, ჩემი მხრიდან უბრალოდ არასერიოზული იქნება მე ფსიქოლოგის პოზიცია დავიკავო ამ ფსიქოლოგის ნიღაბი მოვირგო, თუმცა რა თქმა უნდა გარკვეული გამოცდილება ყველა მოძღვარს აქვს ამ კუთხით, იმიტომ რომ მომრავი ადამიანი მოდის ჩვენთან და ბუნებრივია რომ გარკვეული გამოცდილება ამ კუთხითაც გვიგროვდება, იმიტომ რომ ადამიანები ჩვენთან რომ მოდიან, ისინი მრავალი სახის დახმარებას ითხოვენ სასულიერო პირისაგან, მათ შორის ფსიქოლოგიურს. მაგრამ უპირველეს ყოვლისა ჩვენ რა თქმა უნდა დღეს განვიხილავთ ამ საკითხის სულიერ მხარეს. ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ფსიქოლოგიური მხარე თქვათ დღევანდელი თემისა ეს უბრალოდ ინტერნეტში შეგიძლიათ შეხვიდეთ და ნახოთ ფსიქოლოგსაც დაელაპარაკოთ. თვითონ ეს თემა რა თქმა უნდა ალბათ იმიტომ არის შერჩეული რომ ზოგადად ამბობენ რომ ეს არის მე-21 საუკუნის უკვე დაავადება, ეს უიმედობა, დეპრესია, ნერვოზი. განსაკუთრებულად ეს პრობლემა აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც დიდ ქალაქებში ცხოვრობენ. განსაკუთრებულად ეს პრობლემა დღეს არის საქართველოში, როდესაც
რომელსაც მთელი საქართველოს შეიძლება ითქვას დანერვოზებულია და ერთგვარი ეპიდემიაა ნერვოზის შეიძლება და ფსიქოლოგიური აშლილობის და რა თქმა უნდა ეს პრობლემა აქვს დიასპორას, რომლებიც ამასთან ერთად სამშობლოსაგან შორს არის გადახვეწილი და ამას მთელი რიგი თავისი პრობლემები ახლავს. და ბუნებრივია რომ ადამიანს სურს რომ ეკლესიისაგან პასუხი მიიღოს, მაგრამ განსხვავებით ფსიქოლოგის პასუხისა და გნებავთ ფსიქიატრის გამწვავებულ შემთხვევებში. ეკლესიის პასუხი განსხვავებულია ყოველთვის. სხვანაირია და ადამიანს ის აყენებს სრულიად ისევ ამ ტავტოლოგია გამოვდის ერთ და იგივეს ვიმეორებ განსხვავებული პასუხისგებლობის წინაშე, სადაც ვლინდება ჩვენი პასუხისგებლობა ღმერთის წინაშე, ჩვენი უკვდავი სულის წინაშე და თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, მაშინ რამდენად რეალიზებულია ჩვენი სულიერი ცხოვრება. იმიტომ რომ თუ თავიდანვე შეიძლება ესე ითქვას, რომ თუ ადამიანი ნამდვილი ქრისტიანია, რომ ქრისტიანობა ისეთი რამეა, ხო მოგეხსენებათ, ადამიანს ყველაფრის გაფუჭება შეუძლია და ადამიანის ყველაფრის გამოგონება შეუძლია ნებისმიერი ცნების ქვეშ. ამიტომ ქრისტიანობის ქვეშ ადამიანი ქმნის საკუთარ რელიგიას და მას არ ქმნავს ქრისტიანობას, ეს ქრისტიანობა არ არის. ამავე დროს ქრისტიანობა ეს არის გზა, რომელიც იწყება პირველი საფეხურიდან და უსასრულობამდე გრძელდება. ამიტომ ვერც გამოგონილ რაღაც რელიგიაში, რომელსაც ქრისტიანობას ვარ ვქმნებთ, ვერ გავხდებით ქრისტიანები, პირველ საფეხურებზე მყოფნიც ვერ ვიქნებით ესეთი ქრისტიანები, რომლებიც თქვათ დავაკმაყოფილებთ ქრისტიანობის იდეალს. შესაბამისად, როცა ვამბობთ ნამდვილი ქრისტიანობა, ეს არის ის ქრისტიანი, რომელიც კი არ იგონებს ქრისტიანობას და რაღაც სხვა რელიგიას ქმნის სინამდვილეში, არამედ ჭეშმარიტად განკაცებული ღმერთის მიმდევარია. ეს ერთი და მეორე, გარკვეული გამოცდილებით არის აღჭურვილი უკვე. ანუ ის პირველ საფეხურზე კი არ არის, არამედ უკვე გარკვეული საფეხურებია გავლილი, რძეს კი აღარ სვავს სულიერ ცხოვრებაში, როგორც პავლე მოციქული ამბობს, არამედ უკვე მაგარი საკვებით იკვებება, ანუ ზდასრულია არის, უკვე ქრისტიანობაში ზდასრულია. და თუ ასეთ ქრისტიანს უწოდებთ ნამდვილ ქრისტიანს, ჩამოყალიბებულს, ფევს გამდგარს, რომელსაც უკვე შეუძლია თავად ექცეს მაგალითი სხვა დამწყებ ქრისტიანს, ასეთ ქრისტიანს, რა თქმა უნდა, არც ნერვოზი შეაწუხებს, არც დეპრესია შეაწუხებს და არანაირი უიმედობა მას არ ექნება. ბუნებრივია, იმიტომ რომ მასში ღმერთი ცხოვრობს. მაგრამ რადგან ჩვენ ამ მდგომარეობაში ჯერ მიღწეული არა ვართ, ამიტომ ბუნებრივია, რომ ეს უიმედობას, დეპრესიას, ნერვოზის ყველას გვებძვის და ბუნებრივია გვაინტერესებს, როცა შემოგვიტევს, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და სულიერი პასუხი სად არის? რა უნდა გავაკეთო მე სულიერად, არა ფსიქოლოგიურად უბრალოდ, არამედ სულიერად, იმიტომ რომ ადამიანს ნახეთ, აქვს ხორცი, აქვს ფსიქიკა და აქვს სული. ფსიქოლოგია მუშაობს, როგორც მაგალითად ექიმი მუშაობს ხორცზე, ფსიქოლოგია მუშაობს ფსიქიკაზე, ხოლო სულიერი ცხოვრება არის ადამიანის, რომელიც სულიერ ცხოვრება ადამიანის სულიერ სამყაროს იკვლევს, მოდი ესე ვთქვა. სულიერ სამყაროს ეხება. და ქრისტიანობა სამივეს მოიცავს, იმიტომ რომ ადამიანი ერთი მთლიანობა და არ არის იგი დანაწევრებული. ჩვენ ვანაწევრებთ მას პირობითად, რომ გავიგოთ რასთან აგვაქვს საქმე. ეხლა რაც შეეხება სულიერად როგორ შევხედო ამ პრობლემას. აი ადამიანი, რომელიც არის უიმედობაში. უიმედო ადამიანს ბუნებრივია მას დეპრესია აქვს. შეუძლებელი ადამიანი უიმედოდ იყოს და დეპრესია არ ქონდეს და მერე უკვე ის ყოფით ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, ნერვოზულ მდგომარეობასაც ავლენს და მას ეს ხელს უშლის კომუნიკაციაში, ნებისმიერ საქმის კეთებაში და ეს კლინიკურ სახესაც იღებს და ფსიქოლოგის დახმარებას საჭიროებს, გამწვავებულ შემთხვევებში ის საჭიროებს, ესე იგი, ფსიქიატრის დახმარებასაც. რა არის ამის გამომწვევი მიზეზი? პირველი უცებრას გამახსენდა, შეიძლება ვთქვათ, რომ ერთ-ერთი მიზეზი დღევანდელ რეალობაში, რასაც მე უყურებ, მაგალითად, ეხლა თქვენ არ გიყურებთ, მე უბრალოდ თქვენი ამბავი მე არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი, უმთავრესი მიზეზი დღეს საქართველოში, ერთ-ერთი უმთავრესი, არა ყველაზე მთავარი, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი დღეს საქართველოში მე რასაც უყურებ, ნერვოზის, აი ამ ფსიქოლოგიური დეპრესიის, აშლილობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი არის ნარკოტიკი. და მათ შორის ყველას თვალს ლიბერალებისაგან ძალიან ისე უწყინარად მონათული მარიხუანა. ყველა მღვდელსაა ყოველ შემთხვევაში საქართველოში გამოცდილება იმისა, თუ რას უკეთებს მარიხუანა ადამიანებს.
იცით რამდენი მაგალითები მაქვს? ერთხელ რომ მოუწევია ადამიანს, ერთხელ სადღაც მოხდა არ ეწევა მარიხუანას და მეგობრებმა მიაჩერჩეს, ამან გასინჯა და კარგი ხნის განმავლობაში მას დაჭირდა ფსიქოლოგის და ფსიქიატრის ჩარევა. ესმით, ესეთი მაგალითებიც კი მაქვს. ხოლო მაგალითები მაქვს იმისა, როდესაც ადამიანები ხშირი მოწევის შედეგად, პირდაპირ, ფაქტობრივად შიზოფრენიის მდგომარეობამდე მიდიან და კლინიკაში აწვევენ. მხოლოდ მარიხუანას გამო. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ კაცო მე ვიცი, აგერ ჩემი მეზობელი დღე-დაღამე ეწევა და ვიცი ადამიანი, ვიცნობდი ადამიანებს, რომელიც ერთ ვედრო ღვინოს დალევდნენ. და რამდენიმე ბოთლ არაყს და არაფერი ემართებოდა და მე 3 ჭიქის მერე შეიძლება ცუდად გავხდე. ამიტომ გასაგებია არსებობს მდგრადი ფსიქიკის ადამიანები, მაგრამ ყველა ესეთი ხომ არ არის. უმრავლესობაზე ეს ძალიან ცუდად მოქმედებს. ეს ერთი. და ის ცხოვრების წესი, რომელიც ის ცხოვრების სტილი, რითმი, რაც საქართველოში დღეს და ყველგან არსებობს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ზემოქმედებს და ერთ-ერთი სულიერი მიზეზი, რის გამოც ადამიანი შეიძლება ამ პრობლემებით დაიტვირთოს, ეს არის მოწყენილობა. მოწყენილობა. რატომ შეიძლება იყოს ადამიანი მოწყენილი? და რა არის ეს მოწყენილობა სულიერი თვალსაზრისით? ხო ყოფილხართ მოწყენილი? ხო ხარ თქვა, თუ არ ყოფილვართ, არა, მოწყენილი ყველას გამოუცდია ეს. მოწყენილობა არის ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვა სულიერი ცხოვრების თვალსაზრისით. ცოდვა ვიცით, რომ კაცის ყლა და 1000 რაღაცები არსებობს, ხო? მაგრამ მოწყენილობა, შეიძლება ბევრს არ უფიქრი ამაზე, მაგრამ მოწყენილობა არის ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვა. რატომ? ცოდვის დეფინიცია თუ გვეცოდინება, მივხვდებით რატო? რა არის ცოდვა? ცოდვა ეს არის ადამიანის მდგომარეობა და ცხოვრების წესი, როდესაც ის აცდენილია ღმერთისაკენ მიმავალ გზას. როდესაც მისი ნებელობა, მისი აქტიურობა აცდენილია ღვთისნებელობას. როდესაც ღმერთი ერთ მხარეს არის და ის მეორე მხარესკენ ცდილობს იაროს და განვითარდეს. როდესაც ადამიანის გულში ღმერთი ვერ მკვიდრდება, იმიტომ რომ ადამიანს არ სურს ეს იწვევს შინაგან სიცარიელეს და ადამიანის ცხოვრებას შემოდის ისეთი მდგომარეობა, რასაც ქვია მიზნის არარსებობა, ცხოვრების საზრისის არარსებობა. როდესაც ადამიანი კარგავს ცხოვრების საზრისს და არის უმიზნოდ, ის ხდება მოწყენილი. აი ყველას გამოგვიცდია, რომ თქვათ, საღამოს თქვათ 8 საათზე მეგობართან რაღაც მაგარ ამბავზე მივდივარ და მე გამეღვიძა დილის 7 საათზე. წიგნის კითხვა მე არ მიყვარს, ლოცვა მე არ მიყვარს, რამე საქმე არ მაქვს. მთელი დღე რა ვაკეთო და ადამიანი მოიწყენს. ადამიანი როგორ ებრძვის მოწყენილობას? სტანდარტულ შემთხვევაში, ასე დროს ერთობა. გასაგებია ერთ დღეს შეიძლება გაერთოს ადამიანი და მეორე დღესაც და ყოველ დღესაც შეიძლება გაერთოს, მაგრამ რა ვუყოთ იმ შემთხვევაში და ერთობა რაღაცას ამ ფილმს ნახავ, შეიძლება ფილმი სულელური იყოს, ან რაღაც ითამაშებს კომპიუტერულ თამაშს, ან დარეკავს სადღაც და თქვა იჭორავებს და ასე შემდეგ. მაგრამ რა ვუყოთ იმ შემთხვევაში თუ ადამიანის ცხოვრებაში ვერ ხედავს იმ ცხოვრების საზრის, რომელიც მას გაახარებს, გააბედნიერებს და როდესაც ეს მოწყენილობა ქრონიკულ მდგომარეობაში გადავა. ან ამავე და მეორე მაგალითი კიდე და მეორე მიზეზი კიდე. როდესაც ადამიანს თვითქოს აქვს მიზანი, რაღაც ამ ცხოვრებაში გარკვეული მიღწევა, რაღაცის მიღწევა სურს, მიწიერი მიზანი, გეგმა დასახული, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ როგორ არ ამართლებს ხოლმე ჩვენს მიერ დასახული გეგმა, როგორ ვერ სრულდება ჩვენს მიერ დასახული გეგმა ცხოვრებაში და როგორ გვიმტყუნებს ხოლმე გრაფიკი ჩვენი ცხოვრებისა, რომ აი ამის მერე ამას გავაკეთებ, ამის მერე ამას გავაკეთებ, ამას ეს მოყვება შედეგად, ამას მივაღწევ და როგორ არ გამოდის ხოლმე ეს. როდესაც ადამიანს აქვს მიზანი ამ ცხოვრებაში, რომელსაც ვერ ანხორციელებს, ისე როგორც მას სურს, ესეც ამავე დროს იწვევს აი ამ დეპრესიას, ნერვოს და უიმედობას. ძალიან ხშირად ამ ცხოვრებას ახლავს ჩიხური სიტუაციები. როცა ადამიანი არასულიერად ცხოვრობს, ჩიხურ სიტუაციას აღიქვამს კატასტროფად. გამოსავალს ვერ პოულობს. აი რა გააკეთოს არ იცის. და არის შემთხვევები, როდესაც იმდენად მძიმეა მისთვის ჩიხური სიტუაცია,
რომ სიცოცხლეზე იმდენად მძიმეა მისთვის, იმდენად მძიმე დეპრესიულ მდგომარეობაში აღმოჩნდება და მისი უიმედობა ისეთ კატასტროფულ სიმაღლეს აღწევს, რომ ადამიანს ურჩევნია არ იცხოვროს, არ იცოცხლოს, ვიდრე ამ ჩიხურ სიტუაციაში იყოს. გამოსავალს ის ვერ ხედავს და ჩვენ ვიცით, რომ სუიციდის მცდელობები როგორი ხშირია, როგორი ბევრია და სამწუხაროდ რა პროცენტს აღწევს. ანუ ორი მიზეზი გამოვყავით, რის გამოც რის გამოც ადამიანი შეიძლება ჩავარდეს ესეთ უიმედო დეპრესიულ მდგომარეობაში და დანერვოზდეს, ეს არის ნარკოტიკით მოწამვლა, რომელიც გარკვეულწილად სწორედ იქიდან არის გამოწვეული ადამიანს არ აქვს ცხოვრების საზრისი და ადამიანის მთელი რესურსის დახარჯვა ამ ქვეყნიური მიზნების მიღწევაზე, რომელიც ძალიან ხშირად გვამყოფებს ჩიხურ სიტუაციაში. რატომ არის სულიერად აი ამგვარი ცხოვრების წესი ადამიანისათვის არასწორი და რატომ უკავშირდება ეს ცოდვას? რომელიც მე მოწყენილობაში წაგდებს და უკვე იქ მოწყენილობიდან გამომდინარე აი ამ მძიმე, ესე იგი, ასეთ მძიმე შედეგებამდე მივყავართ. იმიტომ რომ ადამიანი ისეთი განსაცვიფრებელი ქმნილებაა, რომ იგი არ არის უბრალოდ შექმნილი იმისათვის, რომ მთელი მისი რესურსი დაიხარჯოს ამ ქვეყნიური მიზნების რეალიზებაში, რომლებსაც ამ ქვეყნიურ მიზნებს არ აქვს მარადიული პერსპექტივა. შესაბამისად, როცა ადამიანი მხოლოდ ამ ქვეყნიურზე ფიქრობს, როცა ადამიანი მხოლოდ ამ ქვეყნიურისათვის იხარჯება, არაფერი განსასწრებელიც რომ არ გქონდეს მას. და ისეთი მდგომარეობას წარმოვიდგინოთ, რომ მან რაც დაისახა, ყველაფერს მიაღწია, მაინც შეიძლება მას ეს დაემართოს, მოიწყინოს, დეპრესიაში ჩავარდეს, დანერვოზდეს, იმიტომ რომ ადამიანის შინაგან სამყაროს ეს არ აკმაყოფილებს და ჩვენ ამის მაგალითები ხა მე არ მინდა უბრალოდ რაღაცები გამახსენდა ვიღაც ისტორიები ცნობილი ადამიანების, მაგრამ მაინც ვერიდები ცნობილი ადამიანები არიან, ყველასთვის მრავალი საყვარელი ადამიანები არიან, ზოგი დიდი მომღერალი იყო, დიდი მუსიკოსი იყო და ასე შემდეგ, როგორ მძიმედ დაამთავრეს ცხოვრება ამ ადამიანებს, სწორედ იმის გამო, რომ მთელი მათი რესურსი, მთელი თავიანთი რესურსი ჩადეს, რომ ამ ქვეყნიურად წარმატებული ყოფილიყვნენ. და შინაგანი სამყარო ადამიანის ამას ვერ ეგუება. ადამიანისათვის არ არის საკმარისი, რომ ყველაზე წარმატებული ადამიანი გახდა დედამიწაზე, ყველაზე ცნობილი, ყველაზე პოპულარული, მთელი დედამიწა შენი იყოს, მერე მთვარეთ შენი იყოს, მარსიც შენი იყოს, ადამიანის შინაგანი სამყარო ვერ გაძღება. იმიტომ რომ ადამიანი არ არის ბიოლოგიური არსება, ჩვენ ეს გვწამს, ჩვენ ეს ვიცით, მორწმუნეება. ურწმუნოს, მაგრამ არ შველის ურწმუნოა მასაც ეს ემართება საბოლოო ჯამში, რომ ურწმუნო რო არის, იმას კი არ ნიშნავს, რომ მას შინაგანად ის უკდავისული არ აქვს და ის ღვთის ხატი და მსგავსი არ არის. ადამიანური ღირსებისათვის დამაკნინებელია, რომ მთელი რესურსი დახარჯოს მიწიერი მიზნებისათვის. ამას ემატება ისეთი მავნე ვნება, რომელიც ყველა ადამიანს აქვს, ეს არის სიამაყე, რომელთაც ჩვენ ყველანი ვიბადებით. სიამაყე ადვილი განსამარტავი არ არის, მისი განმარტება ძალიან რთულია. სიამაყე ეს არის ერთგვარი დემონური მდგომარეობა, როდესაც ადამიანს აქვს ილუზია, რომ ის არის თვითკმარი არსება. ხშირად გაგიგიათ, ყოველ შემთხვევაში უთქვიათ ეს ადამიანებს, მათ შორის იგივე ცნობად ადამიანებს, რომ ისეთ მე ღმერთი რო უკითხა, თქვენ მორწმუნე ხართ? მე ამისთვის ამცალია. და სხვათა შორის ვინც ესეთი სიტყვები, ხა ორი ადამიანი გამახსენდა ძალიან ცნობილები ასევე, ვინც ეს სიტყვები თქვა, ძალიან სწრაფად და ძალიან ტრაგიკულად დაამთავრეს თავის ცხოვრება. თითქოს აი საშინლად მკრეხელობენ, როდესაც ეკითხებიან, თქვენ ღმერთი გწამდა, მე ღმერთისთვის ახლა არ ამცალია. გესმით? და ზოგადად ადამიანი, რომელსაც აი ეს განცდა აქვს თვითკმარობის, ანუ რას ნიშნავს რომ ღმერთისთვის ამცალია? ან მაგალითად უთქვი ადამიანს, რომ ისე რა მე ღმერთი რა ვიცი, არ მჭირდება ცხოვრებაში. რა არის ეს? ეს არის სიამაყის ვერბალიზაცია. ანუ სიამაყის ერთ-ერთი განმარტება, იძლევა ადამიანი თავის პირადი მაგალითით. თვითკმარია, არ ჭირდება არაფერი. აი ეს დაემართა
თავის დროზე სინათლის უმაღლეს ანგელოს მას გაუჩნდა იმის შეგრძნება რომ ღმერთის ქმნილება არის ხო იცის ახლა ეს ამასაც წაუვა განსხვავებით ათეისტისა მაგრამ თვითკმარობის განცდა გაუჩნდა რომ იცი რა მე ღმერთის ქმნილება შეიძლება ვარ მაგრამ მის გარეშე ჩვენურად ვიქნები და აგერ ჩემს დაქვემდებარებაში რამდენი ანგელოზია იერარქიულად მე მათზე მაღლა ვდგავარ და ყველანი მე მემსახურებოდეს უნდა და მე ვარ ღმერთი და დამთავრდა აი ეს თვითკმარობა და ადამიანი რომელიც ღმერთზე უარს ამბობს ის თვითკმარობის მდგომარეობაში გადადის და თვითკმარობაში გადასული ადამიანი წყდება სიცოცხლის წყაროს ეს დაახლოებით აი ცოტა ესეთი ვულგარული მაგალითია ნატურამ რო ლაპარაკი დაიწყოს და თქვას რომ მე დენი რაში მჭირდება მას რატო უნდა ვიყო მიმაგრებული ახლა იქ იმაზე რა დენი საერთოდ არ აჩანს ხო დენი არ აჩანს რა არა მე ჩანვარ მე ვანათებ მე ნახე მე ხალხი ნახე მე შემომყურებ მე რო ავინთები ყველა გახარებულია ამიტომ არ ამჭირდება მე ეს დენი მოდი რა ჩემთვის წავალ და წავიდა თავისუფლად ჩაქვრა აი ესე დაემართა ეშმაკს ესე იმართება ადამიანს უფალი ამბობს მე ვარ ვაზი და თქვენ რტოები და რტო რომელიც ვაზს მოწყდება ვაზის ძილს ის ხმება არაფრისთვის აღარ ვარგა აი როცა ქრისტიანულად შევხედავთ სულიერად და დავინახავთ რომ ადამიანი გონება მიუწვდომელი იდეალისტვის არის შექმნილი მე მინდა ხოლმე რომ ჩემ თავს გავახსენო უთხრა და ჩვენი მრევლის წევრებსაც რომ თანაც ჩვენ ურთიერთობა გვაქვს რომ ქრისტიანებთან რომ საუბრობთ რომ ხშირად გავახსენოთ საკუთარ თავს რისთვის არის შექმნილი ადამიანი მე რომ ამბობ რომ მე ვარ ქრისტიანი და მწამს იესო ქრისტე როგორც ადამიანად მოსული ღმერთი და გაცნობიერებული უნდა მქონდეს რომ მე რისთვის შემქმნა ღმერთმა რა არის ჩემი იდეალი და ჩემი იდეალი რისთვისაც შექმნილი ვარ ეს ნიშნული ისეთ სიმაღლემდეა რომ ადამიანის ინტელექტუალური რესურსი მას ვერ წვდება ამიტომ შემთხვევითი არ არის რომ თვით ეკლესიის წიაღშიც ადამიანები ვერ იგებენ რატომ არიან ეკლესიაში ისეთი გონება მიუწვდომელ სიმაღლეს თავაზობს ეკლესია ისეთ გონება მიუწვდომელ სიმაღლეს და არა მარტო თავაზობს არა მარტო იმას ეუბნება რომ შე ტრანსცენდენტული ღმერთის შვილი უნდა გახდე, მადლით ღმერთი უნდა გახდე. ყოვლადწმინდა სამების წიაღი არის შენი სამშობლო, სამოთხე, სასუფეველი. არა მარტო ამას გეუბნება, არამედ გეუბნება შენ რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ ეს რეალობა შენთვის, ეს იდეალი შენთვის რეალობად იქცეს. რეალობად იქცეს და როდესაც ადამიანი აი ამ გზაზე შეუდგება და როდესაც ამ გზაზე შედგომისთანავე ღმერთი მის გულს პერიოდულად ეხება ღმერთი რომელიც არის სიცოცხლე სიყვარული ბედნიერება მე მინდა გკითხოთ როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი ან უიმედობაში იყოს ან მოიწყინოს ან დეპრესია და ნერვოზი ქონდეს რანაირად არის ეს შესაძლებელი როგორ შეიძლება რომ მასში სიამაყემ გაიმარჯოს რომელიც მეორე ადამიანთან ურთიერთობაში დისკომფორტს ქმნის იმ ადამიანისთვის და თავისთვისაც. მე სიამაყე რომ შენთან ურთიერთობაში ყოველთვის პრობლემა მექნება. შენ ჩემთან გექნება პრობლემა, შენ სხვა მაყი ხარ. და ეს პრობლემა ნერვოზამდეც მივა და სიძულვილამდეც და ურთიერთკვლელობამდეც მივა. იმისათვის რომ ადამიანი არ იყოს მოწყენილობაში, ადამიანი არ ჩავარდეს უიმედობაში. და არ დანერვოზდეს, დეპრესიაში არ ჩავარდეს, ადამიანმა უნდა იცოდეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. რა არის? ჩვენ ხო ცოცხლები ვართ, ჩვენ ხო ვარსებობთ. რო არ ვარსებობდეთ და ჩვენ ვარსებობთ არა როგორც ქვა, არა როგორც ცხოველი, რომელიც დარბის. არამედ ჩვენ ვარსებობთ უცნაურად, როგორ უცნაურად? ვფიქრობთ, ვაზროვნებთ და ჩვენი ბიოლოგიის იქით და არა მარტო ბიოლოგიის, მთელი მატერიალური სამყაროს იქით ვიყურებით. ანალიზს უკეთებთ, გესმით? ანუ ჩვენ ძალიან უცნაურად ვარსებობთ. და ჩვენთვის შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ჩვენ ყოველი ადამიანი თავისი არსით ფილოსოფოსია. ანუ სიბრძნის მოყვარულია. ფილოსოფია არის სიბრძნის სიყვარული. ყველა ადამიანი ფილოსოფოსია. ყველა ადამიანს სიბრძნე უყვარს. იმიტომ რომ სიბრძნის გარეშე თუ ცხოვრობს, ის ჩავარდება დეპრესიაში, აბა რა იქნება? და რა არის სიბრძნის სიყვარული? მან გაიგოს, ადამიანმა გაიგოს ყოფიერების საწყისი რა არის? ანუ სინამდვილე რა არის? აი რა არის სინამდვილე?
ჩვენ ხო პატარა თუ დავფიქრდებით, აღმოვაჩენთ, რომ სინამდვილე, რასაც მე ხედავ და განვიცდი, ავტომატურად ის სინამდვილე არ არის. მაგალითად, მე ზღვის პირასავ ვივარ და მზე რო ჩადის, მე თვალი მეუნება, რომ მზე ჩავიდა. მაგრამ სინამდვილე ეს არ არის, მზე არცადაც შესულა, დედამიწა ტრიალებს. ანუ ადამიანი იწყებს აზროვნებას და ეძებს სინამდვილეს, არენდობა თავის პირველად შეგრძნებებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რო გვახსოვდეს. მეორე წუთში ადამიანს მანქანით მიდის და საბურავი დაეშვა. ეჩქარება სადღაც და რაღაცა ბიზნეს საქმეა და საბურავი დაშვება ძალიან ცუდია რა, აგვიანდება. ადამიანი შეიძლება ისტერიკაში ჩავარდეს, იჭხუბოს, იყვიროს, ინერვიულოს, გულის შეტევა მოუვიდეს, იმიტომ რომ საბურავი დაეშვა და იქ საქმე გაფუშტა და ბრძენი ადამიანი ასე არ იქცევა. ხიტყვის ეს ჩემი ბრალი არ არის. ამიტომ ის რაც ჩემი ბრალი არ არის, მე მორალური პასუხისმგებლობის წინაშე არ მაყენებს, ამიტომ მე არ ვნერვიულობ. ესე იგი რაღაცის გამო მოხდა ეს. და თუ მორწმუნეა დიდება უფალო შენ სახელს. როგორც იქნება, არ ნერვიულობს. ადამიანი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე მის მიერ რაღაცა ბიზნეს გეგმა საქმე რომლისათვისაც ის გარბოდა და ეს საბურავი დაეშვა. ბრძენი ადამიანი სხვანაირად ხედავს სამყაროს. და ბრძენი ადამიანი ეძებს სინამდვილეს. რა არის სინამდვილე? საბურავი დაეშვა და არ ვინერვიულებ, იმიტომ რომ ის არ არის სინამდვილე, რომ მე რაღაცა საქმის გამო ჩემი საღვთო ღირსება დავაკნინო რაღაცა საქმის გამო. არც რასაც ხედავ და მესმის, ავტომატურად არ ვიღებ, მზის ჩასვლის არ იყოს. იმიტომ რომ ესეც არ არის სინამდვილე, არ ვენდობი ჩემი გზნობის ორგანოებს, ჩემს სიმართლეს ესე მარტივად. მე მაინტერესებს რა არის სინამდვილე, ანუ რა არის ჭეშმარიტება. რატომ მაინტერესებს? იმიტომ რომ ამ სამყაროში მე ვგზნობ, რომ ჩემ ადგილს ვერ ვიპოვი, თუ სინამდვილე არ გავიგე რა არის, ანუ თუ ჭეშმარიტება არ გავიგე რა. რა ფასი აქვს სინამდვილეს და ჭეშმარიტებას, მებოდადებო. თუ მე ეს ყველაფერი ამ სინამდვილე თქვა ჭეშმარიტება ვიპოვე, ეს არის ჭეშმარიტება და მასთან ქვადადე. და რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამ ქვისთვის ჭეშმარიტების გვერდზე თევზს თუ რაღაცა, რა ვიცი, ორმოში აგდია თუ თევზის გვერდზე დევს. ჭეშმარიტებას სინამდვილეს იმდენად აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც მის გვერდზე მე ცოცხალი ვარ და რამდენადაც მას შეუძლია ჩემი აღქმა მე იმის, ანუ სიცოცხლის გარეშე სინამდვილეს ეს აზრი არ აქვს. აი ათეისტურ სინამდვილეს რა აზრი აქვს? ათეისტები გეუბნებიან, რომ ეს სამყარო ქვების გროვაა, ანუ ლოგი ლამაზი ქვა, ზოგი მორჩა მეტი არაფერი და ეს ნელა გაცივდება და ყველაფერი მტრად იქცევა და რა, არც არაფერი. სინამდვილე მაშინ ხდება ღირებული, თუ ის ცოცხალია და მე ცოცხალი ვარ. ანუ სინამდვილე სიცოცხლის გარეშე უბრალოდ უაზრობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და მე თუ მწამს, რომ სინამდვილე და სიცოცხლე ერთად არის და მე თუ მწამს, რომ მე ამის შემეცნება შემილია, რატო ჩავარდები დეპრესიაში, უიმედობაში, გესმის? რატო მოვიწყენ საქმე მქონია ძალიან დიდი, უნდა ვიპოვო. სინამდვილე რა არის, ჭეშმარიტება რა არის და ის თუ ცოცხალია მართლა ის ამავე დროს. გესმით, ეს რამხელა რაღაცა, ამხელა საქმე მეძლევა მე ადამიანს. და რა თქმა უნდა მესამე, რა კარგია ესეთი საუბარი, ხო, მაგარია, წელი საუბარი, სინამდვილე, ჭეშმარიტება, სიცოცხლე. ეხლა ვიღაცა ხომ მოვა და მეტყვის. იცი რას გეტყვი? ყველაფერი კაია, მაგრამ ეს ყველაფერი როგორ გავაკეთო? რა გზას დავადგე? გზა, პრაქტიკა, რა გავაკეთო იმისათვის, რომ შენ მეუნები, რომ აი რადგან ყოფიერება ესეთია, მე რო ჩემ თავს უყურებ, თქვენ რო გიყურებთ, ქვა არა ვარ, თევზი არა ვარ, ცხოველი არა ვარ, მაიმუნიც კი არა ვარ, არამედ რაღაც განსაკუთრებული ვარ. სამყაროს შემეცნება შემილია, გესმით, საოცრება, ფილოსოფიური აზროვნება შემილია, ანალიტიკური აზროვნება შემიძლია. და შესაბამისად, ჩემი შინაგანი სამყარო ითხოვს იმას, რომ არსებობდეს ობიექტურად არსებული სინამდვილე, ანუ ჭეშმარიტება, რომელიც უნდა იყოს ცოცხალი, სიცოცხლე, მარადიული და უცებ კითხვას დავსვავ. კი ბატონო, ეს კაია, მაგრამ როგორ ვიპოვო? გზა სად არის? აი გზაც რომ აპოვნინა, ყველაფერი მაგრად იქნება. და უცებ ღმერთი მოდის ადამიანად, მას ქვია იესო და მეუბნება. მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება და მე ვარ სიცოცხლე. და თუ ჩემმა გულმა სიხარულით აღმოიყვირა, აი ეგ არის რაც მე მინდოდა. თუ ჩემმა გულმა ეს სიტყვები მოდის იესო მოდის და მეუნება, მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება, მე ვარ სიცოცხლე, თეოდორე, მე ვარ შემომხედე.
შენ დაღლილი, მაშვალი, ტვირთმძიმე, ჭეშმარიტების ძიებით დაღლილი მოდი ჩემთან და მე განგისვენებ შენ. წამის ყოფაში გაქრება, ყველანაირი მოწყენილობა. წამის ყოფაში გაქრება, უიმედობა. რომ ის, ვინც ამას მეუბნება, ამავე დროს არის ყოვლის შემძლე, ტრანსცენდენტული ყოფიერების საწყისი, არსება, რომელსაც სამყარო შექმნა და ადამიანად მოვიდა, გაქრება ყოველგვარი დეპრესია, ყოველგვარი, ესე იგი, ნერვოზი, იმიტომ რომ მასთან ურთიერთობა მე სიხარულს და სიცოცხლეს, მისეულ სიცოცხლეს მანიჭებს, რომელიც სიხარულთან და მხიარულებასთანაც კი შეერთებულია და ჩემი ცხოვრება იტვირთება დიადი საქმით. და იმდენად დიადია ეს საქმე, რომ ერთი წამი მოცდენა აღარ შეიძლება. ყოველი წამი უნდა დაუთმო, ჩემი გული უნდა დაუთმო მთლიანად მას, რომ ჩემი გული მუდამ მისკენ იწევდეს, ჩემი გული მუდამ მის ერთგულებას ცდილობდეს, ჩემი გული მუდამ მასთან ყოფობისათვის მომართული იყოს, შინაგანად. ასეთი ადამიანი, რომც დაავადებული ყოფილიყო, მოწყენილობით, ნერვოზით, დეპრესიით, ბრისხანებით, რა ვიცი, 1000 უბედურებით, განიკურნება და მივიღებთ ადამიანს, რომელიც სულ გახარებულია, სულ ბედნიერია, გიჟივით, მაგრამ ამას უფლის თვალსაზრისით, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე ბრძენია. გესმით? აი ეს არის აი ამ უბედურებისაგან განკურნების, რაც ჩამოვთვალეთ, ამ უბედურებისაგან განკურნების სულიერი წამალი. ანუ რა ყოფილა სულიერი წამალი? იესო ქრისტე. ამიტომ ჩაუღმავდით თქვენს წმენას, რომელიც ღმერთმა მოგცათ დაუმსახურებლად და მიხვდით რა გწამთ, რა ბედნიერები ხართ, როცა იესო ქრისტე გწამთ როგორც ღმერთი. გაუხსენით მას გული, გაიხადეთ ის თქვენ გზად. ეს არის პრაქტიკა სულიერი ცხოვრებისა და თქვენ აღმოაჩენთ, რომ როგორი განსაცდელიც არ უნდა იყოს თქვენს წინაშე, როგორი გაუსაძლისი პრობლემებიც არ უნდა იყოს თქვენს წინაშე. თითქოს გადაუჭრელი პრობლემები და ჩიხური სიტუაციები თქვენ არასოდეს ჩავარდებით უიმედობაში, დეპრესიაში, არასოდეს არ იქნებით დანერვოზებულები და მოწყინებისათვის ერთი წამიც კი აღარ დაგრჩებათ, სულ სავსე იქნება თქვენი ცხოვრება. აი ეს არის სულიერი პასუხი აი ამ კითხვას. არა ფსიქოლოგის, არამედ სულიერი პასუხი. და რატომ არის ეს რთული პასუხი ვიდრე ფსიქოლოგის? იმიტომ რომ სულიერი პასუხი თქვენ გავალდებულებთ, რომ თქვენ დაიწყოთ სულიერი ცხოვრების პრაქტიკის იმ სიღრმეებში ჩასვლა, რომელიც იესო ქრისტეს განცდებინებთ, როგორც თქვენს გულში მყოფ ცოცხალ ღმერთს. მადლობა პირველ რიგში, ეგეთი კითხვა მაქვს. ვარ ნარკომანი. ადამიანი, რომელმაც ერთხელ გავსინჯე, აი წეგა როგორც თქვით რა, რომ ეს რაღაცა ერთი განსხვავებული მდგომარეობა, შევიგზენი, მერე კიდე წამიყვანა ამან, მივეჩვიე, ჯერ არ დავმონებული ვარ, მაგრამ ნელ-ნელა ვემონები. აი როგორ უნდა მეთქვას მე, რა სულით უნდა მეთქვას, როგორ უნდა აი ამ დამონებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი რაღაცა ისეთი სულით ნათქვამ, მოვედით ჩემ და ყოველი მაშვალი და ტვირთმძიმენი სიტყვას ეკლესიისგან, როგორ უნდა ვიგებდე, რომ გავაცნობიერო, რომ აი ეგ ჭეშმარიტება, გზა და ცხოვრება და სიცოცხლე, რომ ქრისტეა, აი ეს როგორ უნდა გადმოთარგმნდეს ჩემ გულში, აი როგორი რწმენით უნდა ითქვას, რომ აი ამას არ გაყვე კი არა, ამას გაყევი. და რამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფსიქოლოგიას აქვს მიკუთვნებული ის როლი, რასაც ეკლესია მართლა გულიდან, იქიდან უნდა აფრქვევდეს და მე ამას ვისმენდე და როგორც მაშვალი და ტვირთმძიმე მივყვებოდე. პავლე მოციქული ერთ ადგილას ამბობს, რომ ყველაფრის საწყისი არის რწმენა განკაცებული ღმერთისა. თუ ადამიანს იესო ქრისტეს ღმერთობის არ წამს, ეხლა იესო ქრისტეს ღმერთობა ესე მარტივი რამე კი არ არის. აი წარმოედგინეთ ეს მეტაფორა ხშირად მომყავს ხოლმე იგავური სიუჟეტი. შეიძლება თქვენ მოსმენილის გაქვთ ინტერნეტში, მაგრამ კიდე გავიმეორებ. წარმოედგინეთ ჩვენ ყველანი დროის მანქანაში ჩაგხვსხეს ახლა და აღმოჩნდით ნაზარეთში ოღონ 2000 წლის წინ. და ნაზარეთის ქუჩებში ვსეირნობთ. მოსაღამოვდა ვარსკვლავი გამოჩნდა. უცებ დავინახეთ, რომ ერთ-ერთი სახლიდან გამოდის ახალგაზრდა ქალი და იქ ბავშვები თამაშობენ.
და პატარა ბავშვები, პატარა და იქ ეძახის იეშუა. მოდი საჭმელი ჭამე. და 3 წლის ბავშვი გამოეყოფა ამ ბავშვებს და მიდის სახლში რომ საჭმელი ჭამოს დედიკო ეძახის. უცებ მოდის ვიღაცა ჩვენთან წარმოვიდგინოთ რომ ის არის. თქვათ ანგელოზი ადამიანად ჩვენ ვერ მივხვდით ვინ არის რა, ანუ ადამიანად მოვიდა და გვეკითხება. იცით ეს იეშუა ვინ არის? და ვინ არის? აი ხედავთ ზემოთ, ხედავთ ვარსკვლავებს, კი? მერე აი ეს ვარსკვლავები და იმის იქით კიდე რასაც თქვენ ვერ ხედავთ. აი ამ იეშუამ შექმნა. გესმით ჩვენ რა დიაგნოზს დაუსვავდით ამის მთქმელს და იმასაც ვინც იტყოდა რომ მართლა? რა მართლა? აი ჩვენ ეს გვწამს გესმით? და ამის რწმენა, ამას სოფლის სულისათვის არის სისულელე ერთი და მეორე. ადამიანს როცა ამის ჯერა, მხოლოდ იმიტომ ჯერა რომ მის გულს ღმერთი შეეხო, როგორც უფალი ამას პირდაპირ ამბობს. თუ შენ გულს ღმერთი არ შეეხო, შეუძლებელია ლოგიკურად, რაც არ უნდა ლამაზად ჟღერდეს ყოლაწმინდა სამების დოგმატი და ღვთის განკაცებისა, რომ შენმა ინტელექტმა ეს მიიღოს. ამიტომ პირველი რაც არის, ეს არის ის, რომ ადამიანს წამს, რომ იესო ქრისტე პიროვნულად არის არა ადამიანი, არამედ სამყაროს შემოქმედი ძე ღვთისა, რომელმაც 2000 წლის წინ ადამიანური ბუნება მიიღო. პავლე მოციქული ამ წმენას უწოდებს სისულელეს. პირდაპირ ესე ამბობს. სისულელის ქადაგებით გადაწყვეტა ღმერთმა, რომ თავისი სიბრძნა და სიმართლე ეცნობებინა კაცობრიობისათვის. მაგრამ აი ეს არის საიდუმლოება, რომელიც თუ არა შესრულდა ადამიანში ქრისტეს ღმერთობა, არაფერს ლაპარაკს აზრი არ აქვს. რაცთან და ლამაზად მოგეჩვენოს ქრისტიანული დოქტრინა, თუ შენ გულწრფელად მეტყვი რომ იცი რა ხო, მაგრამ აქ წმენაში ეჭვი მეპარება, გეტყვი რომ მე შენ ვერაფერში ვერ დაგეხმარებ. არის ერთი ნიუანსი კიდე, უფალი ერთ ადგილას სახარებაში ესეთ რამეს ამბობს, რომ ვინც ღვთის ნებას აღასრულებს, ის მიხვდება, რომ ჩემი სიტყვა არის ღვთის სიტყვა, ანუ მე ვარ ღმერთი. ნახეთ რას ამბობს, ვინც ღვთის ნებას აღასრულებს, აი ორი ადამიანი კითხულობს სახარებას. თქვათ ორივეს ესმის ერთ და იგივე სიტყვები, ქრისტეს წარმოთქმული სიტყვები, ერთსაც და მეორესაც. ერთ და იგივე სახარება უჭირავთ. ერთმა თქვა, რომ დიახ ქრისტე ღმერთია და იწყებს ქრისტიანულ ცხოვრებას, მეორე აგზელებს ისევე როგორც ცხოვრობდა. თუ ქრისტეს ამ სიტყვებს დავეყრდნობით, გამოდის რომ ვინც მიიღო ქრისტეს ღმერთობის წმენა, ის ღვთისნების აღსრულებელი იყო მანამდე და ამიტომ იცნო ქრისტეს სიტყვებში ღმერთის სიტყვა და მიხვდა რომ ქრისტე ღმერთია, ხოლო მეორე არ იყო ღვთისნების აღსრულებელი. ახლა კითხვა ჩდება, როგორ უნდა გავიგო? ორივე შეიძლება, არის პრინციპში არარელიგიური. ნახეთ ეს წარმომავლობანია. ორი არარელიგიური ადამიანი რაღაც ესე რა, შეიძლება მებრძოლი ათეისტები არ არიან, მაგრამ უცებ ერთმა იცნო, მეორე ვერ იცნო და ქრისტეს ამ სიტყვის გამო რომ ვინც ღვთისნებას აღასრულებს, ის ჩემს სიტყვას იცნობს, რომ ესე იგი ის არის ღვთის სიტყვა და ანუ ღმერთია იესო ქრისტე, აღასრულებს ღვთისნებას და მეორე არ აღასრულებს. ადამიანს აქვს ცხოველისგან განსხვავებით სინდისი, რომელიც ზუსტად გეუბნება იმ სოციუმში, რომელშიც იმყოფები და ამ სოციუმში გარკვეული ზნეობრივი კანონი არსებობს, რომელიც ეს ზნეობრივი კანონი შენში სინდისის მიერ განიხილება და როდესაც შენ სინდის ყურადღებას არ აქცევ, უმრავლეს შემთხვევაში, ხა ბოლომდე სინდისის მიერად რომ ცხოვრობდეთ, ყოლაწმინდანი ვიქნებით, ჩვენ სინდის ხან ვაქცევთ ყურადღებას, ხან არა, მაგრამ თუ სინდის არ ვაქცევთ ყურადღებას ჩვენი ყოველდღიურობის უდიდეს უმრავლესობის დროს, ანუ თქვა 80% სინდის ყურადღებას არ ვაქცევ, მაშინ მე ვერ ვიცნობ ქრისტეში ღვთის სიტყვას, იმიტომ რომ მე ღვთისნების საწინააღმდეგოდ ცხოვრობ. ხოლო თუ ადამიანი სინდისის მიხედვით ცხოვრობს, 80% შემთხვევაში თქვა სინდის ყურადღებას აქცევს, მაშინ ის აუცილებლად მიხვდება, რომ ქრისტეს სიტყვები არის ღმერთის სიტყვები და მასში შედის რწმენა, რომ ქრისტე ღმერთია და როგორც კი ეს რწმენა შედის, მაშინ მისი ცხოვრება იცვლება. ამიტომ იმისათვის,
რომ ადამიანისათვის სახარების სიტყვა იყოს ძალმოსილი, მას უნდა წამდეს, რომ ამას ვიღაცა მოძღვარი კი არ ამბობს. გალაქტიკების შემოქმედი საუბრობს ადამიანურ ენაზე. ესმით? ამავე დროს მარტო ერთ სიტყვას ხوار საუბრობს, მოვედით ჩემ და მაშვალეთ ვიძვენი, ბევრ ამას ამბობს. მაგალითად, მე თქვენ არ განგიჟით, ქრისტე ამბობს. ანუ აქ საუბარია გარდაცვალებაზე, მათ შორის შენს გარდაცვალებაზე და მათ შორის ამავე დროს უფალო დაბრუნდება. უფალი ამბობს, მე თქვენ არ განგიჟით, იმიტომ რომ ქრისტეს სიყვარულია და ნახეთ მისი სასამართლო როგორია, მას რო კლავენ ჯვარზე ის ამბობს, როგორც ადვოკატია ჩვენი. ანუ უფრო სუსტი იქნება მღვდელმთავარია ჩვენი. ჩვენთვის ლოცულობს ზეციური მამის წინაშე და საკუთარ მტანჯველებზე ამბობს, მამაო მიუტევე, ამე თუ არ იციან რას აკეთებენ. ანუ ქრისტეს პოზიცია ესეთია, რომ ის მღვდელმთავარია, ის კიდევ ვიმეორებ ამ იურიდიულ ტერმინს, ადვოკატია. მე რაც არ უნდა დავაშავო, ის ცდილობს რომ მე მაპატიოს და ღვთისმსამის ჯავროზე ჩემი ცოდვა წაშალოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ასე მარტივად არის. იმიტომ იგივე მაცხვარი ესეთ რამეს ამბობს. მე არ განგჟით თქვენ. იმიტომ რომ მე არ მოვედი იმისათვის, რომ თქვენ დაგსაჯოთ. მე მოვედი იმისათვის, რომ თქვენ მოგიტევოთ. მე არ განგჟით, მაგრამ და ეს მაგრამ ხშირად გვავიწყდება. ნახეთ რას ამბობს. სიტყვას, რომელსაც მე ვიტყოდე. იმ სიტყვებით განისჯებით თქვენ. ეს რას ნიშნავს? ღმერთი რო ადამიანად მოვიდა, მან გაახმოვანა სიტყვა და თქვა რომ მე ვარ, აი მე ვარ ღმერთი, ხო? მე ვარ და აქედან გამომდინარე ყველაფერი სასაც უფალი ამბობს. ქრისტემ განაცხადა ღვთისნება, მე ვარ, ღმერთისნებაა ეს. როცა ადამიანი ამ სიტყვას იღებს და ხდება ქრისტეს ხორციელი ძმა და მისი ერთგული მეგობარი და მოწაფე და ასე შემდეგ და ზეციური მამის შვილი, მაშინ ის აღარ განისჯება საკუთარი ცოდვების გამო და უფალი მას წარხობს ამ ცოდვებს. მაგრამ როდესაც ადამიანი და იმიტომ რომ ის ასეთი ადამიანი გულში ქრისტეს უშვებს და ქრისტეს სიწმინდით განიწმინდება. მაგრამ როცა ადამიანი ქრისტესთან ურთიერთობაზე უარს ამბობს, მაშინ ის სიტყვა, რომელიც სამყაროში გაჟღერდა, არა წინასწარმეტყველი სპირით, არამედ თავად ღმერთის სპირით, ადამიანად მოსული ღმერთის სპირით, რომ გაჟღერდა, ეს სიტყვა როგორც დამოკლეს მახვილი, როგორც ცივი იურიდიული კანონი აღიმართება ყოველი ადამიანის კისერზე. ადამიანმა უარი თქვა ღმერთთან მამაშვილურ ურთიერთობაზე, მაგრამ კანონი კანონად დარჩა. და ადამიანმა უარი თქვა ღმერთთან ურთიერთობაზე და ცივი კანონის სპირ დარჩა. ამიტომ ეს სიტყვები საშინელი სიტყვებია, ძმებოდადები. ადამიანი პასუხისგებლობით დაიტვირთა ძალიან. ახალი ათქმის პერიოდი ერთის მხრივ ძალიან მარტივია, ჩვენი ცოდვები უფალმა მიიღო და ჩვენ გვაცხონოს, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან საშიშია, გესმით? იმიტომ რომ რაღა უნდა ქნას ღმერთმა, ვერ გავიგე. მეტი რაღა უნდა ქნას, ღმერთი მოვიდა და შენთვის მოკვდა. ეს ისიც რას ნიშნავს? აი შენ რომ თქვა სიტყვაზე ადამიანი რომ თქვა რაღაც ცოდვას ჩადის, ყოველი ღმერთთან ხო დრო არ არის და შენ რასაც აკეთებ, ეს მას 2000 წლის წინ ტკივილს აყენებდი, ანუ ქრისტეს ტკიოდა შენს გამოც და შენს გამოც იტანჯებოდა ის ჯვარზე და შენს გამოც ავიდა ის ჯვარზე და ღმერთი ჩემთვის მოკვდა, მეტი რაღა ქნას ღმერთმა, რითი მიმახვედროს, რომ რითი გამომაფხიზლოს, რომ გავიხედო მისკენ, გესმით? აი ეს არის, ამიტომ ეს ყველაფერი საფიქრალია და ამავე დროს ძალიან ეხმარება ადამიანს. სიკვდილი, სიცოცხლე ერთხელ მომეცამე. გესმით და მე ჩემი ბიოლოგიური საათი ჩართულია და ჩემი ღმერთის ზიების დრო ვერ ეწევა ბიოლოგიურ საათს და მეშინია რომ მე გარდაცვალებას რომ მივაღწევ იმ მდგომარეობაში არ ვიყო რომ ქრისტესთან ერთობა არ მქონდეს. გესმის? აი ეს ძალიან მეშინია, იმიტომ რომ სიკვდილი უღმერთოდ არის ძალიან საშიში. მე მინახია როგორ კვდებიან მორწმუნეები და მინახია როგორ კვდებიან ურწმუნონი. ურწმუნონი ძალიან იტანჯებიან სიკვდილის წინ, ძალიან და ეს არის მათი პრელუდია, შეიძლება ასე ითქვას, მარადიული ტანჯვისა, იმიტომ რომ რატო იტანჯება ადამიანი სიკვდილის წინ და რატო არის საშიში მისთვის გარდაცვალება? იმიტომ რომ მას სიცოცხლეზე შეგნებულად თქვა უარი და გარდაცვალების შემთხვევაში ის გადადის იმგვარ არსებობაში, რომელიც მოკლებულია სიცოცხლეს.
იცოცხლებ გარდაცვალების მერე უпростоრედ იარსებებ გარდაცვალების მერე, მაგრამ არ იცოცხლებ. იარსებებ, მაგრამ არ იცოცხლებ. სამუდამო პატიმარი აღმოჩნდები. აბსოლუტური მარტოობისათვის განწირული, იმიტომ რომ უარი თქვის სიცოცხლეზე. ეს საშიშია, ამიტომ ადამიანს მუდამ უნდა ეშინოდეს ღმერთის დაკარგვის. ამიტომ ის რომ მე ვიცი რომ ცუც ვაკეთებ, მაგრამ არ შემიძლია აქედან განთავისუფლდა, ეს არანაირად არ გაამართლებს ადამიანს. ამიტომ კეთილინო ვინებოდა დავიწყოთ ომი საკუთარ თავთან. ომი საკუთარ პავლე მოციქული ესეთ რამეს ამბობს, იმიტომ ვერ ამარცხებთ ცოდვას, რომ სისხლამდე წინარ აღუდგებით მას. ხორცი ყოველთვის ზარმაცია, ხორცი ყოველთვის მიდრეკილია სიამოვნებისაკენ. სული გულმოდგინია, ჯობია მოკვდე, ვიდრე მორიგი წამალი გაიკეთო. ჯობია მოკვდე, ლომკაში მოკვდე, ვიდრე მორიგი წამალი გავიკეთო, მაგრამ ამას ეს ეხება ყველა ცოდვას. მაგრამ ამას სჭირდება რწმენა, რომ იესო ქრისტე არის გალაქტიკების შემოქმედი ცოცხალი ღმერთი. მოგესალმებით, მამա თეოდორე. კეთილი იყოს ჩვენ. თქვენი აღმოგზანება. ორი შეკითხვა მაქვს. როგორ არ იყოს აი ჩვენს გულში არსებული შიში და ეჭვი ბარიერი თუნდაც ამ გულსთვის მიღებისთვის და მამა ღმერთთან ურთიერთობისთვის და მეორე როდესაც ვამბობთ მეუფეო ზეცათაო მოგეშინის მცემელო სულ ჭეშმარიტებისაო რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლით და შენდა აი მეორე ბარიერი რომელიც ხშირად მესმის ადამიანებისგან თუ უფალი და მისი კეთილინება მადლი არის მადლით არის ყველაფერი სავსე რა ხდება ჯოჯოხეთში არის ჯოჯოხეთში უფალი და მისი მადლი აი თუ შეგიძლიათ ეს რომ გავიმატოთ და თუ დრო დარჩებათ ნევროსთან და დეპრესიასთან არ არის დაკავშირებული მაგრამ მაქვს ესეთი სამედიცინო შეკითხვა თუ დრო დარჩებათ იქნებ გითხრათ ევთანაზიაზე და სუროგაციაზე რას ფიქრობთ იმიტომ რომ ესეც ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენ გრძელი კითხვები რო არის იძულებული ვარ ხოლმე მოკლე პასუხი გავწერო კომპენსაცია გავაკეთო მოკლე პასუხი ესეთია ბოლო იყო რა სუროგაცია და ისა ევთანაზიას და სუროგაციას ეკლესია არ ცნობს ეს არის მოკლე პასუხი მეუფეოზე ცათაოში უფალი ყოველგან არის რა თქმა უნდა და ზოგი წმინდა მამა პირდაპირ ამბობს რომ აი ფსალმონებშია ჯოჯოხეთშივე ახლოსვე ხარ დავითმე ფსალმონი ამბობს და ჯოჯოხეთში ტანჯულობა ეს არის ადამიანი ღმერთი ყველგან არის მათ შორის თავისი სამართლიანობით და ამით იტანჯება ადამიანი ჯოჯოხეთში და საერთოდ მარადიული ყოფობა ეს არის საიდუმლოება მათ შორის ჯოჯოხეთი ეს არის საიდუმლოება რომელიც ჩვენს ეს სიტყვიერ განმარტებას ბოლომდე არ ექვემდებარება და დრო და სივრცე ღმერთისათვის უცხო ცნებებია საერთოდ, ამიტომ ესე მარტივად ამის განმარტება არ ხდება. და მამაო ჩვენოს რაც შეეხება, მამაო ჩვენო ეს არის ადამიანის ცხოვრების ქრისტიანის ცხოვრების პროგრამა, რომელიც უნდა რეალიზდეს და განხორციელდეს. ამ პროგრამის ფინალი შედეგი უпростоრედ არის ღმერთისადმი შვილობა, ანუ ღმერთის შვილები ხდებით და ღმერთის შვილო გავხდეთ. მამაო ჩვენო იძლევა ამ პროგრამას და თითოეული სიტყვისადმი დამოკიდებულება როგორი უნდა გქონდეს ადამიანს, ეს უნდა ისწავლოს პრაქტიკულ ცხოვრებაში მოზღვართან ერთად. ეს არის მოკლე პასუხები. და საშიში რა თქმა უნდა არაფერი არ არის ამ ლოცვაში კი არ არის საშიში. ლოცვაში საშიში ხდება ნებისმიერი ლოცვა მაშინ, როდესაც ადამიანი გაუაზრებლად წარმოთქვავს ლოცვის სიტყვებს და არ ფიქრობს. როგორც კი ადამიანი იწყებს ფიქრს, მაშინ ესე იგი უკვე რაღაცა დაიძრადა. თუ ადამიანს ისე ეშინია ლოცვის სიტყვის, რომ ლოცვა აღარ უნდა, მაშინ ის არ ენდობა ქრისტეს, რომელმაც უთხრა, რომ იმისათვის, რომ შენ ღმერთის შვილი გახდე, ეს სიტყვები შენ ცხოვრებაში უნდა განახორციელო. და როგორ განახორციელოს, კითხვა უნდა დასვას. ის კი არა რომ შეეშინდეს, არამედ კითხვები უნდა დასვას. რას ნიშნავს ეს სიტყვა და მე როგორ განვახორციელო? აი როგორ განვახორციელო ის, რომ შევძლო ყველას მიუტევო. და თურმე ამის 2000 სლოვანი სკოლა არსებობს ეკლესიაში. იესო ქრისტე არის თავად ღმერთი თუ ღმერთის შვილი.
როცა ვსაუბრობთ ზეღმერთი შვილზე, ღმერთი შვილს ასე არ ვამბობთ, ეს არაკორექტული ფორმა. ზეღთისა, როცა ადამიანი ამბობს, მას უჩნდება ასოციაცია, რომ ესე იგი ჩვენ შვილები გვყავს. არადა ეს არის თეოლოგიური ტერმინი, რომელიც საერთოდ არ გულისხმობს აი ამ ბიოლოგიურ შვილობას. გესმით, აი ეს არის. ეს არის ერთგვარი საიდუმლო ურთიერთობა ყოვლადწმინდა სამების წიაღში ყოფიერების საწყისი. არის ტრანსცენდენტული ცოცხალი ღმერთი, რომელიც არის სიყვარული და ურთიერთობა. და ვერ იქნებოდა სიყვარული და ურთიერთობა ღმერთი, რომ არ იყოს შიდა ცხოვრებაში მამაზე და სულიწმინდა. ერთი ბუნება და სამი პიროვნება. ეს არის საიდუმლოება, რატომ? იმიტომ რომ ადამიანს რაციონალურად ამის გაგება არ ძალუძს. იმიტომ რომ აქ სიტყვა ერთი ღმერთი და სამი პიროვნება, ეს ერთი და სამი რიცხვებს და რაოდენობას კი არ აღნიშნავს. არამედ ეს არის ყოფიერების საწყისის ყოფიერების ფორმა, მოდი ესე ვთქვათ. აი ასე ამგვარად არსებობს ყოფიერება. ერთი ბუნება და სამი პიროვნება, ამიტომ ღმერთი არის ურთიერთობა და სიყვარული და ზეღთისა არის მარადიულად გამომავალი მამიდან და სულიწმინდაც მარადიულად ზეღმერთი მარადიულად შობილი მამიდან, მარადის რო იშვება და სულიწმინდა მარადის გამოვალს. ეს არის საიდუმლოება. რა თქმა უნდა სიმბოლური სახეები არსებობს, როგორც მაგრამ მზის დისკო, მზის სინათლე, მზის სითბო თქვა, ხო, სინათლე ზეღმერთის სიმბოლო თქვა და დისკო მამის სიმბოლო და სითბო სულიწმინდა ღმერთის სიმბოლო, მაგრამ ეს არის ძალიან ესეთი კნინობითი სახე რა, რომელიც რაღაცა ოდნავ შეიძლება რაღაცა ადამიანს გავაგებინოთ. და ყოვლადწმინდა სამების შესახებ ცოდნა მოგვცა თავად ზეღმერთმა, როცა ის მოვიდა ადამიანად, ამიტომ ყოვლადწმინდა სამების შესახებ სწავლება არის წმინდა წერილში გადმოცემული საიდუმლოებრივად, რომელიც იხსნება ჩვენთვის იმის და მის შესაბამისად რა დონეზეც გაიწმინდება ჩვენი გული. შეკითხვა თითქმის გული ერთი და იგივე. უფლის დიდ წყალობასთან ერთად გრძნობ დიდ პასუხისგებლობას. როგორ მადლობდე და ვადიდებდე უფალს ყოვლისა და ყველაფრისათვის, ჯერ კიდევ ვწოდავ და ვერ ვდგები სწორ გზაზე. იცით როგორ არის? გზა არის ერთი. ეს არის ქრისტე. ამიტომ როცა ვსაუბრობთ გზაზე, ჩვენ ძალიან ხშირად ვგულისხმობთ ჩვენს რაღაც ზნეობრივ ცხოვრების წესს, ან ნორმებს, ან ასკეტიკას, ან აი რაღაცებს გულისხმობთ. სინამდვილეში გზა მხოლოდ იესო ქრისტეა. ესე იგი, უნდა ვიცოდეთ, რომ სულიერი ცხოვრების მიზანი, ქრისტიანული ცხოვრების მიზანი, ზნეობრივი სრულყოფილება კი არ არის. ან საკუთარ ცოდვებთან ბრძოლა კი არ არის. ეს სულიერი ცხოვრება არის იესო ქრისტე, იესო ქრისტე, იესო ქრისტე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რო გვახსოვდეს. იმიტომ რომ ადამიანი შეიძლება დაიღალოს, გახდეს მაშვრალი და ტვირთმძიმე საკუთარ ცოდვებთან ბრძოლაში, საკუთარ მრავალზის დაეცემა, წამოდგება, რაღაცას ეცდება, მოძრაობს, რელიგიურ ცხოვრების წესს ეწევა და იღლება. და უცებ გესმის სიტყვები, მოვედით ჩემ და ყოველი მაშვრალი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ. ანუ ქრისტესთან მისვლა საჭირო. და ხა ბუნებრივია ხა ამას რომ ვამბობ, წესით კითხვა უნდა დაისვას. სად მივიდე კაცო ქრისტესთან? სად მივიდე? აი წარმოიდგინეთ უცებ ადამიანმა რომ მოიძომოს და ოთახში აბა მანახე, იპოვით აქ ღმერთს. თუ მთელ ქუჩას გადავკეტავთ, ვერც იქ იპოვით. მთელ ნიუ-იორკში ვერა, ამერიკაში ვერა, დედამიწაზე სად იპოვით? ერთადერთი ადგილი, სადაც ქრისტეს შეხვდებით, ეს არის გული. გულში იგულისხმება ადამიანის სულიერი ცხოვრების ცენტრი. ამიტომ, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა მივიდეთ მასთან, უნდა მივიდეთ გულში, ანუ ჩავბრუნდეთ შიგნით, ჩავბრუნდეთ და ეს არის სიქასტური პრაქტიკა. და როგორც კი ადამიანი ამას იწყებს, დაუმსახურებლად გვეძლევა იმედი და ცოცხალი იმედი და ისეთი სიხარული, რომელიც სხვაგან არ არის, აი ლევანიმ რო თქვა, რომ ისა როგორ თქვა, ნარკოტიკული სიამოვნება სულიერ ცხოვრებაში. ისეთი სიხარული გეძლევა, რომელიც არსად არ არის სხვაგან. ეს გამოცდილებით გეძლევა, რომელიც მხოლოდ გამოცდილებით იცი, თუ შიგნით ჩაღმავდები, შიგნით. და ეს შიგნით ჩაღმავებას რას ნიშნავს? ეს
ეს ისწავლება 2000 წლის სკოლა შეიქმნა, სკოლა 2000 წლოვანი გამოცდილების სკოლა არსებობს ამისი. დიდ წყალობასთან ერთად გზნობ პასუხისმგებლობას, რომ გორ ვმადლობდე და ვადიდებდე უფალს ყოვლისა და ყველაფრისათვის. საერთოდ პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა არის, იმიტომ რაც მეტი მოგოცა, მეტი მოგოთხოვება და აი ეს მადლიერება ვმადლობდე და ვადიდებდე. ღვთის დიდება და მადლიერება არის, როგორ გითხრათ, სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი ის ბურჯი, რომელზეც ჩვენი სულიერი ცხოვრება დგას. თუ ადამიანი, აი მეუფე ათანასე ლიმასოლელი ამბობს ესეთ რამეს, რომ თუ ადამიანი დღეში რამდენჯერმე მაინც მოახერხებს, რომ დიდება და მადლობა ღმერთო შენ ყველაფრისათვის. აი როგორ ახარ, აი თქვენს შეხვდებით, ხო? აი ძალიან მძიმე დაღლილი მოდიხარ, ვალები კისერზე გაწევს, არ ვიცი ხვალე როგორ იქნება რაღაცა და მოდი შენერი გაუბედურებული ქართველი და როგორ ახარ გეუბნება და დაიწყებ წუწუნს, ჩათვალე რომ რაც გჭირდა ერთი იმდენი დაამატე კიდე ტვირთი რა. და თუ ეტყვი რომ დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. რასაც ვიმსახურებ, იმაზე უკეთ ვარ ბევრად. დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. დამერწმუნეთ, რომ უკვე ეს სიტყვა ძალმოსილია, არა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უბრალოდ. თუმცა ასეც არის, არამედ მადლისმიერი თვალსაზრისით. ღმერთი მადლს გაძლევს. ხედავს, რომ ეს საწყალი რა დღეშია და ისე მენდობა და ისე უყვარვა, რომ უჭირს და მაინც მემადიდებს. და ღმერთს პასუხისმგებლობის წინაშე დააყენებ. სამი დაწესება. იძულებულს გახდით ღმერთს რომ დაგეხმაროთ. რა არის სინდისი, როგორ ვიცნოთ, სინდისია თუ უხსენებელი გვატყუებს. სინდისის უამრავი განმარტება არსებობს, მე მაქვს ჩემეული განმარტება. ესე ადამიანი იმით განსხვავდება ცხოველისაგან, რომ მას აქვს შემეცნების უნარი. ადამიანის შემეცნების უნარი არ შემოიფარგლება მარტო ინტელექტუალური შემეცნებით. აი მაგალითად ვან გოგის ნახატს რო უყურებ, რომელსაც ეს ბევრი აჩხა-ბაჩხა ისინი აქვს ისინი რა ქვია და მოგწონს ახთოვანებული ხარ, ლოგიკურად ვერ ხვდები, რატო უნდა მომწონდეს ვან გოგი. როცა ეს რაღაც ესეთი რაღაც მონასმები აქვს. მაგრამ ნახეთ არსებობს ლოგიკური შემეცნების უნარი, არსებობს მშვენიერების შემეცნების უნარი. არსებობს ზნეობრივი კანონის შემეცნების უნარი. რა არის სწორი და რა არ არის სწორი. და აი თუ ინტელექტუალური შემეცნება მჭირდება სამყაროს კანონების შესამეცნებლად, სიგრძე, სიგანე, სიმძიმე, ცხელია, ცივია, გესმით, ბიზნეს კანონია, ურთიერთობებია, თუ სხვა უნარი, რომელიც მე შიგნით მაქვს, მჭირდება იმისათვის, რომ მშვენიერება შევიმეცნო, რა არის ლამაზი და რა არის უშნო. გესმით, ეს ასევე არსებობს ზნეობრივი კანონის შემეცნების უნარი, რომელიც ცხოველს არ აქვს, ხო? ანუ რა არის სწორი და რა არ არის სწორი, რა არის კეთილი და რა არის ბოროტი. შემეცნების უნარის იმ ინსტრუმენტს, რომელსაც შეუძლია ზნეობრივი კანონის შეაფასოს, ზნეობრივი კანონის მიხედვით შეაფასოს მოვლენა, ამ უნარს ეწოდება, ამ ინსტრუმენტს ეწოდება სინდისი. ოღონდ აქ ერთი ნიუანსია. ისე როგორც ხელოვნებაში გემოვნებას სჭირდება აღზრდა, ისე როგორც თქვათ სამყაროს შემეცნებას ინტელექტუალურ სჭირდება განათლება, ასევე ზნეობრივი კანონის მიხედვით რაღაც მოვლენის შეფასებას სჭირდება შესაბამისი ზნეობრივი კულტურა. რომელზეც არის აწყობილი სინდისი. მაგალითად ჩვენ ამერიკაში ვიმყოფებით და 250 წლის წინ იყო აქ 10 ცეკების ტომი და მაიას ტომი. მელ გიბსონის ფილმი თუ გენახიათ აპოკალიფტო, ყველა მიცით როგორ არსებობდა. ეს მაქსიმუმ სადაც მიაღწია ცივილიზაციამ ამერიკის კონტინენტზე, იმ მაქსიმუმში იყო საშინელება ყოველდღე ადამიანებს ცოცხლად აგლიჯავდნენ გულს. და სინდისი არ უტოქტებოდათ. სინდისი არ აწუხებდათ. ეხლა თქვათ რომ ისინი კაცო ველურები იყვნენ, გაგახსენებთ უფრო სხვა რამეს ახლოს. საბჭოთა კავშირის დროს, კერძოდ საქართველოში, პატიოსნება, ზნეობრივი მდგომარეობა ქალისა საკმაოდ მაღალი იყო. ქალები როგორც წესი პატიოსნად ცხოვრობდნენ, ქმერებს არ ღალატობდნენ, შვილებს სდიდნენ, ოჯახს ემსახურებოდნენ და ასე შემდეგ. მაგრამ ამის და მიუხედავად მათი უდიდესი უმრავლესობა მუცელში ხოცავდა ბავშვებს, ისე რომ სინდისი არ უტოկდებოდათ. იმიტომ რომ მათი სინდისი, როგორც მაიას ტომის და აცეკების ტომის სინდისი იყო, გარკვეულ კულტურულ, ესე იგი, ღირებულებებზე აწყობილი. იქ და აქ.
ამიტომ სინდისი არის ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია შეაფასოს რა არის სწორი და რა არ არის სწორი, რა არის კეთილი და რა არის ბოროტი, ოღონდ ის სწორად მუშაობს მაშინ, როდესაც სწორ ფასეულობათა იერარქიაზეა, სწორ ღირებულებებზე აწყობილი. და იმისათვის რომ სინდისმა იმუშაოს და არ მოგვატყილოს უხსენებელმა, ჩვენ უნდა გქონდეს სწორი ღირებულებათა სისტემა, რომელიც მოგვიტანა განკაცებულმა ღმერთმა და დაგვიდო წმინდა წერილში. ამიტომ ყველას გაქვთ ეს ორიენტირი წმინდა წერილში. წმინდა წერილი, ანუ ახალი აღთქმის წიგნები, 4 სახარება და მოციქულთა წერილები, მათ შორის პავლე მოციქულის წერილები არის Google მაპი. მიზანი გაქვს ქრისტესადმი მსგავსება და შეგი ჩართავ და მიდიხარ. გადაუხო ყვირის, არა, გადაუხვი აქეთ, გაასწორე. ვინც მუდამ წმინდა წერილში იყურება, მისი სინდისი იწყებს სწორად მუშაობას. პლუს ემატება მადლი, რომელიც შენ გულში შემოდის და შესაბამისად უკვე შენი სინდისი ხდება უცდომელი. თუ ღმერთი ყოვლის შემძლეა, ადამიანის ხელით როგორ მოკვდა. ადამიანს აქვს ილუზია, რომ მას შეუძლია ღმერთი მოკლას. ჩვენ ღმერთი რომ მოვკალით, ამით ჩვენი ილუსტრაცია მოვახდინეთ, თორე ღმერთი თვითონ დაემორჩილა ჩვენს უკეთურნებას. ამ კითხვის დამსმელმა, რა თქმა უნდა, არ იცის გამოცხადება. ანუ სახარება არ იცის. უფალი ამბობს, ჩემი ნებით დავდებ სიცოცხლეს და ჩემი ნებით ვიღებ. ძალით ვერავინ წამართმევს. ჩემი ნებით ვაკეთებ ამას. როცა ჟამი არ იყო დამდგარი, ერთხელ მივარდე ქრისტეს და კლდის ნაპირას იქ საკმაოდ ღრმა კლდია, ნანახი მაქვს, მე ის კლდე და იქიდან უნდა გადაეგდოთ. და აი ხო, წარმოგიდგენთ, რამდენი ხალხი უცებ მოაწყდება ერთ ადამიანს და კლდის პირას დამაყენებთ და მომიყვანეთ, რომ ხელი მკრად ანუ პროცესი დაიწყო, მომიყვანეთ და ხელის კრაღა დარჩა და უცებ მოვტრიალ და გავიარეთ, თქვენ შორის წავედ. და თქვენ დარჩეთ ეს. მითუმც არა, გესმით? ანუ ამით გვაჩვენებს ძალმოსილებას, მაგრამ როცა დადგა ჟამი, ის აკეთებს ამას, ასაც აკეთებს. და ნახეთ რა საინტერესოა, როდესაც ამაღლდები თქვენ მოგიზიდავთ. და ამაღლებას იონე მოციქული განმარტავს იქვე. ქრისტე ამასში გულისხმობდაო ჯვარცმას, არაზეცად ამაღლებას, ანუ თავის ჯვარცმაზე ჯვარზე ასვლას ამაღლებას უწოდებს და კიდევ ერთ ადგილას საოცარ ამას ამბობს. ეხლა ჩემი სიტყვები არ გესმის, მაგრამ როცა მე ავმაღლდები, მაშინ მიცნობთ. ანუ ქრისტე რო ჯვარს ეცვა, ქრისტეს ცნობდა სულ რაღაც რამდენიმე ადამიანი. რამდენიმე. ქრისტე რო მასთან შეზდილ ძმებსაც არ ჯეროდათ მისი. მაგრამ ჯვარცმა როგორც კი მოხდა, რაღაცა საიდუმლოება აღესრულა სამყაროში. ღმერთი ეს რა იყო, აი ადამიანები მიზნებულები არიან და უცებ ცივისყალი გადაასხეს და აი ესეთი რამე დაემართა კაცობრიობას. როგორც კი ჯვარცმა მოხდა, იმ წამსვე მიხვდნენ რომ რა მოხდა, რომ ვინ არის იესო ქრისტე. ის ამბობს მე ვარ სამყაროს შემოქმედი, ადამიანებს არ ჯერათ და რომ უცნაური პარადოქსალური რამე მოხდა, რომ ავიღე და მოვკალი, უცებ ვიცანი, და ეს წმინდა წერილშია. ესე იგი, ყვირიან ჯვარსაცუ დასინიან, აბა მიდიეთი ფოკუსი მოგვიხდინე კიდე, რომ მოკვდა, გულში ბაგუნი დაიწყეს, ხელით ეს რავქენი და დაიწყო მათი მეტამორფოზა, გესმით და იცნეს, მერე იცნეს. აი ეს არის პარადოქსალურია ქრისტიანობა, რომელსაც ლოგიკა ვერ ეწევა, გესმით, ვერ ეწევა. ამიტომ ის ჩვენი ხელით მოკვდა ეს ვიზუალურად, მაგრამ მან თვითონ ინება ესე, რითაც გამოააშკარავა ჩვენი უღმერთობა და მოქცას შესაძლებლობა გამოვფხიზლებულიყავით, გესმით და პლუს ჩვენი თითოეული ჩვენგანის, მათ შორის მისი მკვლელების ცოდვები ძმიალურს მაჯვარს და ასე შემდეგ. ბევრი საიდუმლოება. თუ ქრისტე ღმერთს ევედრებოდა, რომ მისი მკვლელებისათვის ეპატიებინა, მაშინ ის ღმერთი როგორ არის? ღმერთი ხომ ერთია. წეგან არ გითხარით? არსებობს სხვადასხვა მონოთეისტური რელიგიები. თქვათ ისლამი არსებობს, იუდაიზმი არსებობს. ერთადერთი რელიგია, რომლის საკრალურ წიგნში წერია, რომ ღმერთი არის სიყვარული, არის ქრისტიანობა. რატომ? იმიტომ, რომ სიყვარული მხოლოდ იქ შეიძლება იყოს, სადაც სუბიექტი და ობიექტია. სადაც ერთობაა, სადაც ურთიერთობაა უпроსორეთ. ამიტომ ყოფიერების სამყარო არაფერი არ არსებობს, მარტო ღმერთი არის და ღმერთი ქმნის სამყაროს. სამყაროს ქმნის
ცოცხალი ყოფიერება, რომელიც არის ურთიერთობა და სიყვარული. ამიტომ და როცა ადამიანს ქმნის თავის ხატად და მსგავსად, ამიტომ ადამიანთა ურთიერთობაში წარმართველი კანონი ჩვენს ურთიერთობაში არის სიყვარული და ურთიერთობა. ამიტომ ადამიანი მეორე ადამიანის გარეშე არაფერს არ წარმოადგენს და ამ ადამიანებს შორის სიყვარული თუ არ არსებობს, ესეც ნიშნავს, რომ ისინი არაფერს არ წარმოადგენენ, იმიტომ რომ ყოფიერების კანონს ვარღვევ და ვწყდებით. აი როგორც არ შეიძლება მიზიდულობის კანონის უგულებელს ყოფა და მეხუთე სართულიდან გადმოსვლა, თუმცა ნიუ-იორკში ვარ, კაცო, იქიდან სათამჯერიდან გადმოსვლა არ შეიძლება, იმიტომ რომ მიზიდულობის კანონი უნდა გაითვალისწინო, ცხელს ვერ დაადებ, ხო? ასევე არსებობს პოლიტიკური კანონები, გლობალური პოლიტიკის კანონები, რომელიც უნდა გაითვალისწინო, ბიზნეს კანონები უნდა გაითვალისწინო, ასევე უნდა გაითვალისწინო სულიერი კანონები. გასმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი მთავარი სულიერი კანონების არის ურთიერთობა და სიყვარული. და იმიტომ რომ სამყაროს შემოქმედი, ანუ ყოფიერების საწყისი არის ესეთი. ამიტომ ძე ელაპარაკება მამას. შიგნით არის ეს ურთიერთობა, შიგნით და ძე რო ადამიანი გახდა, ეს ურთიერთობა გამოიტანა გარეთ. ის რაც შიგნით ხდებოდა, გარეთ გამოიტანა. მე თუ ადამიანური ბუნება მიხვდა, ჩემს გასაგონად ელაპარაკება მამას. გასმით, ეს ადგილები, ესეთი ადგილები, რომ ჩემს გასაგონად ელაპარაკება მამას, ძალიან ხშირია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბიბლია რატომ შეიცვალა? ეხლა ეს როგორი სიტყვა, იცით? შეიცვალა. ეს რატომ არის ვერთფრენი? რა ვერთფრენია ეს და? არის და მურჩა. აი, ანეკდოტიც კი არის. მაშინ გეტყვი რომ აკლემი ხარო და მე ამტკიცე რომ არა ხარ აკლემი. ბიბლია რატომ ვინ გითხრა რომ შეიცვალა? ეს მის და უცებ იცით რამდენი მითები არსებობს? იმდენი მითები არსებობს სამყაროში. გესმით, ამიტომ როდესაც რაღაცა პოზიციონირებას ხედავ ვინმეს მიმართ, ბიბლიის მიმართ, იმ წამს უნდა დაინტერესდე და შენი ძიების არეალი გააფართო. მე კი არ დამიჯერო. გააფართო. უამრავი ინფორმაცია ბიბლიოთეკაში წასვლას აღარ გჭირდება. იკითხეთ ინფორმაცია, ეძებეთ. იცით თქვენ რომ ახალი აღთქმის წიგნებზე უფრო სანდო წიგნი ძველ წიგნებს შორის არ არსებობს. ეს არის უნიკალური მოვლენა ბიბლიოგრაფიაში ზოგადად. არც ერთი ძველი წიგნი არ არის, მეცნიერულად ვამბობ, არც ერთი ძველი წიგნი არ არის ახალი აღთქმის ტექსტებზე უფრო სანდო მეცნიერული კვლევების საფუძველზე დაყრდნობით გეუბნებით. მოიძიეთ და ნახავთ, რომ ეს ამ კითხვას საფუძველი არ აქვს. ვაი თუ ვცდებით და ქრისტე ღმერთი არ არის, ამის გამო ჯოჯოხეთში რომ მოხვდე. კიდევ ერთი ნიუანსი, როდესაც ქრისტეს წეღან თქვი, რომ ქრისტეს ღმერთობაში დაჯერებულობა, ანუ რწმენა, ეს არ არის ინტელექტუალური ძიების პროდუქტი, ეს არის მისტიკური მოვლენა. ვისაც ქრისტეს ღმერთობის ჯერა, მას გულში გამოცხადება აქვს. და ვისაც ეს გამოცხადება არ ქონია, მას ვერაფრით ვერ დაუმტკიცებ, რომ ქრისტე ღმერთია. ხოლო თუ ადამიანს ჯერა, რომ ქრისტე ღმერთია, მაშინ მასთან იწყება ეჭვებიანი ბრძოლა დემონისგან. ამ დროს ადამიანის ინტელექტიც უნდა ჩაერთოს და ღირებულებითი თვალსაზრისით შეაფასე ნებისმიერი რელიგია. გესმით, ღირებულებითი თვალსაზრისით და ეძებეთ თქვენ საძიებას, თქვენ საომარს, როგორ ებრძოლოთ ეჭვებს და როგორ დაამარცხოთ და თქვენ საძიებას ვერავინ ვერ შეასრულებს. ნახეთ, აი უკვე აი ამ კითხვას, რომ ქრისტე ღმერთი არის თუ არ არის, ეს კითხვა უკვე გვეუბნება იმაზე, რომ უნდა მოიცალოთ თქვენი სულისათვის. და გარკვეული დრო დღეში თუნდაც 15 წუთი დაუთმოთ მათ შორის ცოდნის შეძენასაც ქრისტიანობაში, იმიტომ რომ ადამიანი წესით, ადამიანის მონათოლაც კი არ შეიძლება თუ არ წამს, რომ ქრისტე ღმერთია და არ იცის რატომ არის ქრისტე ღმერთი. გესმით? ამიტომ თეორიული ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია და დღეში 15 წუთი მაინც დაუთმეთ და დაიწყეთ საკუთარ თავზე მუშაობა. თქვენ საუბრობთ დეპრესიის სულიერ ასპექტებზე. მე მინდა გავიგო თქვენი დამოკიდებულება ფსიქიატრიულ ასპექტებთან დაკავშირებით. ვინაიდან ფსიქიატრიაშიც არის დეპრესიული მანიაკალური სინდრომი და იქ სულ რაღაც პატარა ერთი ნივთიერება წარმართავს, თქვა, აი დოპამინმა დაიწია, დეპრესიაში ვარდება. არის ქრისტიანის წამს
დადის ეკლესიაში, მაგრამ აი დაიწია. წამლის გარეშე დოპამინმა აიწია, ეწყება რაღაც ისეთი თითქოს დაფრინავს, თითქოს ძლიერია, თითქოს აი თქვენი დამოკიდებულება როგორია ამის მიმართ და როგორ შეიძლება თქვათ ეკლესიამ ან მღვდელმა დაეხმაროს ასეთი როლი. გავიქ. ესე იგი, როდესაც ჩვენ საუბრობთ სულიერ ასპექტებზე ადამიანური სხვადასხვა უძლურებისა, ეს არ ნიშნავს, რომ გამორიცხულია სამედიცინო ასპექტი. თუ ადამიანს კბილის ტკივილით მოდის ჩემთან და თქვათ ღამე მომაკითხა და დილამდე ექიმს ვერ ნახავს, მე ვეცდები რომ სულიერად გავაძლიერო ის. აბა შენიცი, აბა გამხნევდი უფალსთხოვე, გამტკიცდი რაღაცა და დილას მეუბნები რომ ხოლო დრო გათენდება წადი ექიმთან. მეთქი ხო? ანუ არსებობს სამედიცინო ასპექტიც და რა თქმა უნდა ხშირ შემთხვევაში პრაქტიკაში ეს ძალიან ხშირად არის ეს რომ ადამიანს რეალურად ჭირდება ექიმი და მისი ნახეთ როგორ არის ყოველი კონკრეტული ადამიანი კონკრეტული მოცემულობა. ამ ადამიანს აქვს კონკრეტული სულიერი მდგომარეობა. არც ნაკლები და არც მეტი, აი ეგ არის რა. არ არის გრიგო ხანძთელი, მაგრამ არც იუდა არ არის, რაღაც არის რა, რაღაც მდგომარეობა აქვს ამ ადამიანს. ეს არის და თან სულიერი ცხოვრების პრაქტიკა აქვს და ნელ-ნელა იმედია გაიზრდება. მაგრამ დღეს ამასთან ერთად პარალელურად აქვს ფსიქოლოგიური ან ფსიქიატრული პრობლემა. მას რა თქმა უნდა ექიმი ჭირდება. და მედიკამენტოზური მკურნალობა ჭირდება. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ხანდახან ასეთ დროს ადამიანს საერთოდ ყველაზე მთავარი პრობლემა სულიერ ცხოვრებაში რა არის? სიამაყე, რომელიც არ იძლევა საშუალებას, არ აძლევს ადამიანს საშუალებას მიიღოს ეკლესიის კურნება. და ადამიანს როცა ფსიქოლოგიური პრობლემები ეწყება, ამასთან ერთად ხდება არაადეკვატურიც. და არაადეკვატური შერწყმული სიამაყესთან ადამიანს სულიერი თვალსაზრისით აუღებელ ციხესიმაღრეთ აქცევს. ამიტომ მას აუცილებლად ჭირდება ექიმის ჩარევა და მეცაც ვიტყვი თუ იქ ექიმი არ ჩაერია, ის უნარო ხდება რომ ელემენტარული სიტყვები გაიგოს მოძღვრის. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ერთი რამე ძალიან მნიშვნელოვანია კიდე რომ ძალიან ხშირად ვისაც ფსიქოლოგიური ან ფსიქიატრული პრობლემები აქვს, ან ზღვარზე დგებიან, ძალიან ხშირ შემთხვევაში არის მათში მომატებული არის სიამაყე. ეს ჩემი პატარა პრაქტიკით ვიცი. და კიდევ ერთი ავლებ ზურაბაშვილი, ცნობილი ფსიქიატრი ამბობდა, რომ ადამიანის მორალური მდგომარეობა არ არის დამოკიდებული მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ადამიანი შეიძლება ფსიქიატრიულად ავად იყოს, მაგრამ მორალურად გაწონასწორებული და მდგრადი და მშვიდი და ესეთი ადამიანები ხშირად ეკლესიაში სულიერ ცხოვრებას ჩვეულებრივად აგრძელებენ. და ამავე დროს ადამიანი შეიძლება იყოს ამაყი ამპარტამანი ურჩი და პლუს ეს პრობლემას თუ აქვს, ნუ იქ ძალიან რთულია. ანუ გესმით ეს ადამიანი ხო მრავალმხრივი არსებაა და მოკლე პასუხი ესეთია, ექიმის ჩარევას ჩვენ არ უარყოფ პირიქით. ხშირად თანამშრომლობთ. ცოტას გადაუხვევ თემას. მართალი ებრაელიერი არის სუფლის რჩეულიერი იმისათვის რომ ღმერთს კაცობრიობა მოემზადებინა განკაცებული ღმერთის მისაღებად ღმერთს ჭირდებოდა თავისი ნება განაცხადებინა ამ ებრაელ ერთან ურთიერთობაში. და ეს აბრაამის პიროვნებიდან დაიწყო იცით და აბრაამის განსაკუთრებული რწმენა აქვს, განსაცვიფრებელი და ებრაელი ერის ისტორიაში ვლინდება და ჩანს როგორ ემზადება კაცობრიობა იმისათვის რომ მიიღოს განკაცებული ღმერთი, რაც მე ახალ აღთქმაში განხორციელდა. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ებრაელები რჩეულიერია. ხოლო როდესაც ქრისტე მოვიდა, ქრისტეს რჩეულიერი გახდა მთელი სამყარო, ვინც ქრისტეს შეიმეცნებს. დღეს ღვთის რჩეულიერის წარმომადგენელია ყოველი ქრისტიანი, რომელიც ქრისტეს შეიმეცნებს. ახალი აღთქმა, ახალი ისრაელი.
ანუ ღმერთი დებს აღთქმას ადამიანებთან, ეს იყო აბრაამი, ისააკი და იაკობი და მათ გამო მთელმა შთამომავლობასთან, ხოლო როცა ღმერთი თავად ადამიანად მოვიდა, მან აღთქმა დადო ყველა იმ ადამიანთან, რომელმაც ის ირწმუნეს და თქვენ გესმით ყოველ წირვაზე, ეს არის სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული და ვინც ეზიარება ფაქტობრივად ეს არის აბრაამის რანგში. აი თითოეულ თქვენგანთან იდება ეს აღთქმა და თქვენ ხდებით ახალი აღთქმის ადამიანები, ახალი ქმნილება, გამორჩეული ადამიანი და ამ გამორჩეული რომელმაც ირწმუნეს ქრისტე და გამორჩეული ადამიანთა ერთობა, ანუ ქრისტიანები ხდებიან რჩეული ერი, ახალი ისრაელი. ქრისტიანი ყველა სარწმუნოებას სცემს პატივს, როგორი უნდა იყოს ქრისტიანის დამოკიდებულება ებრაელების მიმართ. გამომდინარე იქიდან, რომ ჯვარს აცვეს უფალი. აი ჩემო კარგებო, იმდენჯერ მიცვია ჯვარს უფალი საკუთარ გულში, რომ როგორ შეიძლება ვინმე ებრაელი იქნება თუ სხვა გამის გამო განვიკითხო. და რა, ქართველი მონათლული რო არის, ის ავტომატურად ქრისტიანია თუ რა არის. ანუ გესმით, ჩვენ გვაქვს ვალდებულება ყველა სიყვარულისა. ამავე დროს ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანი ჩვეულებრივი ადამიანი აღარ არის პოტენციაში ახალი ქმნილებაა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მასში სრულად რეალიზდა ის რომ გახდეს ტაძარი ღვთისა და მასში ღმერთი დამკვიდრდეს, ხოლო თუ ქრისტიანი გახდა ასეთი რომ მასში ღმერთი დამკვიდრდა, მისი ერთ-ერთი თვისება არის ის რომ არავის განიკითხავს და ყველა უყვარს. მათ შორის საკუთარი ჯვარცმელებიც კი. ქრისტეს უყვარს თავის ჯვარცმელები. და თუ მე ქრისტიანი ვარ, ჩემში ცხოვრობს იესო ქრისტე, და მაშინ მეც მიყვარს ყველა ადამიანი, ეს არის თვისება ქრისტიანისა. ქრისტიანი არამიწიერად აზროვნებს. ქრისტიანს პირდაპირ ვალდებულება აქვს მტერი უყვარდეს. ეს ადვილი კი არ არის. მე გეუბნებით, რომ ქრისტიანი ამ ქვეყნიური თვალსაზრისით ალოგიკურად აზროვნებს. იმიტომ რომ ადამიანი მოქმედებს თვითგადარჩენის და რეპროდუქციის ინსტინქტით, მათ შორის ეროვნული თვითგადარჩენის ინსტინქტით და ასე შემდეგ. ეს თავისთავად ცუდი კი არ არის, რაც არც თვითგადარჩენის ინსტინქტია ცუდი, არც რეპროდუქციის ინსტინქტია ცუდი და არც ეროვნული გადარჩენის ინსტინქტია ცუდი, მაგრამ ქრისტიანი სხვანაირად ცხოვრობს. აი მაგალითად ქართველი ერი თემურლენგის დროს კინაღამ დედაბუდიანად ამოწყდა. ანუ თვითგადარჩენის ინსტინქტზე მაღლა ქრისტესადმი ერთგულება დააყენა და დაიცვა თავის პოზიცია და გადარჩა. გესმით, აი ქრისტიანი სხვა 100,000 მოწამე ავიღოთ. მათ თვითგადარჩენის ინსტინქტზე მაღლა ქრისტესადმი ერთგულება დააყენეს. 100,000 კაცი მოიკლა. 6,000 გარეჯელი ბელი, აი იგივე შემთხვევა. ანუ გესმით, ქრისტიანი განსხვავებულად ხედავს სამყაროს. განსხვავებულად ხედავს მტერს, მოყვარეს და ასე შემდეგ. და ეს ფსიქოსომატური მდგომარეობა კი არ არის. ან რაღაც განსაკუთრებული ზნეობრივი რაღაც მე კარგი ვარ და სხვა. ეს არის ჩემში იესო ქრისტე. თქვენში ღმერთი რო იცხოვრებს, მაშინ თქვენ გახდებით ქრისტიანები. თუ თქვენში ღმერთი არ იცხოვრებს, თქვენ ქრისტიანები არ იქნებით, როგორი კეთილშობილებიც არ უნდა იყოთ. ხოლო ქრისტიანობა არის 2000 წლოვანი სკოლა იმისა, თუ როგორ იცხოვროს ჩემში ღმერთმა. როგორ გავხდე ღვთის ტაძარი. პავლე მოციქული ხმამაღლა მაფრთხილებს, არ დაგავიწყდეთ, რომ ღვთის ტაძარნი ხარ. ჯერ თუ არა ვარ, ქრისტიანიც არა ვარ. და ეს არ არის მეტაფორა, ეს არის რეალობა. როდესაც დილემის წინაშე ვდგავართ, გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა მთლიანად ადამიანს ეკისრება. თუ ნებისმიერ გადაწყვეტილებაში არის ღმერთის ნება, რომელიც მას სწორ გზამდე მიიყვანს. საერთოდ ქრისტიანი იმით განსხვავდება არაქრისტიანისაგან, რომ ის ყველა ქმედებაში, წვრილმანში თუ არაწვრილმანში ღმერთის ნებას ეძებს და ცდილობს, რომ სამყაროს მისეული ხედვა სიმართლისა და უსამართლობის და კეთილისა და ბოროტის გარჩევა ეფუძნებოდეს ღვთის ნებას. ეს ადვილი არ არის. ორი მიზეზის გამო, ჯერ ერთი უნდა მიუხვდე რა არის ღვთისნება და ამაში ეს შეუძლებელია თუ ადამიანი ყოველდღე არ ცხოვრობს წმინდა წერილით. და მეორე, თუ ადამიანი ხვდება ამას, მე ამის განხორციელება რთული
და მეცაც გიტყვით შეუძლებელი და ამიტომ ღმერთი ადამიანი ევედრება ღმერთს შენი ნება იყოს უფალო დამტანჯა ჩემმა უკეთურმა ნება შენი ნება მამაო ჩვენოში შენი ნება იყოს ანუ გესმით ეს ორი რამ რომ ესე იგი ჯერ უნდა გავიგო რა არის და ეს ადვილი არ არის და მე თუ გავიგე მე აღსრულებას ნელია და ღმერთის დახმარებას ვითხოვ თუ არა და ადამიანი მოქმედებს საკუთარი ნებელობით რომელიც არის უკეთური და თუ არ გჯერათ მაშინ შეხედეთ საკუთარ თავს ნება არის ბუნების აქტიური ენერგია ბუნება იყოფა ორ ნაწილად ხორცი და სული და ჩუმად რომ თქვენთვის განმარტოვდებით კარგად ჩამოაყალიბეთ თქვენ ხორცს რა უნდა ხოლმე და თქვენ სულს თავისი ეგოიზმით ანგარებით და სიამაყით ამპარტავნებით და შურით რა უნდა ხოლმე და მე მიხვდებით რომ თქვენ რას გინათ ყველაფერი ცუდია და თუ რამე მართლა კარგია აღმოჩნდება რომ ეს თანხმედრაშია ქრისტეს ნებასთან გასაგებია თეორიულად როგორ გავაპრაქტიკოთ როგორ ვიპოვოთ უფალი აი ამას ვეძებ ესა ჩემი თავი კითხვა სულიერი ცხოვრების პრაქტიკა მართლმადიდებელ ეკლესიაში ეფუძნება ისიქაზმს მიტროპოლიტ იეროთოს ვლახოსი რომელიც იყო ერთ-ერთი სულიერი შვილი წმინდა სოფრონ ინგლისელის ანუ სახაროვის ესეთ რამეს ამბობს რომ დღეს ეკლესიაში ბევრს საუბრობენ განღმრთობაზე, იმიტომ რომ მიზანი ხო განღმრთობა, ანუ ღმერთთან ყოფნა, ქრისტეს მიმსგავსება, ღვთისმშვილობა, მადლით ღმერთობა და ასე შემდეგ. დღეს ბევრს საუბრობენ განღმრთობაზე, მაგრამ არასწავლიან პრაქტიკას, რომელიც არის ისიქაზმი. მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს ეს უნიკალური მოვლენა, ფენომენი შინაგანი ცხოვრებისა, რასაც ისიქაზმი ქვია. ისიქაზმი ზოგი ამბობს, რომ კაცო, ეგ არის მდგომარეობა. ისიქაზმი არა მარტო მდგომარეობაა, მწვერვალი, რომელსაც ზოგიერთმა მიაღწიეს, არამედ ამ ტერმინს უფრო ფართე გაგება, ეს არის გზა, შინაგანი, წეგარო თქვი, შინაგანი ჩაბრუნება, შინაგანი გონების შინაგანი ჩაბრუნება საკუთარ თავში, გონებისმიერი ლოცვის პრაქტიკის დაწყება, რომელიც ყველა შეუძლია ერისკაცსაც და სასულიერო პირსაც და პრაქტიკაში ეს ყველაფერი რაც ჩვენ ვსაუბრობთ, რეალიზდება ამით, იმიტომ რომ თუ ქრისტე ჩვენში არ იქნა დამკვიდრებული რომელიც პოტენციურად ნათლობისას ვკვიდდება, მაგრამ ღმერთი ძალადობით არ მოქმედებს ჩვენზე, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ მასთან და ის რაც ნათლობაში პოტენციურად გვეძლევა, ის უნდა რეალიზდეს, აქტუალიზირდეს. ეს ყველაფერი რეალიზდება სწორედ ისიქასტური პრაქტიკით. როგორც პავლე მოციქული ხშირად ამბობს გუშინ შეხვედრაზე ვთქვი, რომ ეს არის საიდუმლოება, რაც მთავარი ახალ აღთქმაში განცხადდა არის ის, რომ ღმერთი მოვიდა ადამიანად და ეს ნიშნავს იმას, რომ ღვთაებრიობა სრული ღვთაება დამკვიდრდა იესოში, ეს ნიშნავს იმას, რომ პრეცედენტი შეიქმნა, რომ კაც იესოში სრულად თელი სისავსით ღმერთი მკვიდრობს, ანუ ადამიანი გახდა ტაძარი. ტაძარი შენობის გარეთ განსხვავდება, რომ ტაძარში ღმერთია და ჩვეულებრივ შენობაში ღმერთი არ არის. ადამიანში მკვიდრობს ღმერთი და რადგან მე ქრისტეს ორგანული ნაწილი ხდები ნათლობით და ზიარებით, ხო? მე ვარ ვაზი და თქვენ რტოები ხართ, უფალი ამბობს ასევე, ხო? ამიტომ ჩემში შესაძლებელია დამკვიდრდეს ღმერთი. ქრისტე დამკვიდრდეს ჩემში და პავლე მოციქული ამას ამბობს, რომ ეს საიდუმლოება, რომელიც დაფარული იყო და განცხადდა ქრისტეს განკაცებით, განცხადდა მის მოწაფეებში, ხო? იმას გიცხადებთ ქრისტე ჩვენში. ქრისტე თქვენში ესე ამბობს. და ამიტომ ჩვენ იმიტომ ვეზიარებით, რომ ქრისტე ჩვენში იყო, ზიარება შეუძლებელია კბილებით, უკაცრავად ამ სიტყვაზე, ზიარება ხდება გულით, მაგრამ იმისათვის, რომ ზიარების გარეგნული მხარე ღმერთთან ზიარებისა, ეს გარეგნული აქტი ზიარებისა გადაიქცეს ქრისტესთან შეხვედრად, ამისათვის გული მზად უნდა იყოს და გული როგორ მოემზადება, თუ გულს არ უყვარს მუდამ იესოს სახელში მყოფობა. მე იესო უნდა შემოვიდეს ჩემ გულში და თუ გულს არ უყვარს და თუ გული არ არის მიჩვეული იესო, ტკბილი იესო. რატო ამბობენ მამები ლოცვებში ტკბილი იესო და პავლე მოციქული ამბობს, განიცადეთ და იხილეთ, რამე თუ ტკბილარს უფალი, რატომ არის ტკბილი იესო? საიდან ვიცით რომ ტკბილია? საიდან მიხვდნენ მამები რომ ტკბილია? და გემო გაუსინჯეს, ლოცვით გული დატკბა იესოს სახელით. გესმის და თუ ადამიანის გული არ დატკბა იესოს სახელით, ხო, მაშინ მადლი რომელიც მოდის ჩემში, როგორც მოდის ისევე მიდის, იმიტომ რომ გული არ არის მზად ქრისტეთი დატკბეს
და თუ გვინდა რომ ქრისტეთი დატკბეს გული, უნდა ვასწავლოთ მას ეს და ეს ისწავლება გონებისმიერი ლოცვით, იესოს ლოცვის პრაქტიკით, ანუ უსიქასტური პრაქტიკით. ლევონის კითხვას დაუბრუნდები, აი ნარკოტიკთან მიმართებაში, თუნდაც როდესაც მეგობარი, ახლობელი, ოჯახის წევრი ამჩნევს და გზას და დადგა ცუდი დამოკიდებულება ცუდ გზას დაადგა ესე ვთქვათ და ცდილობ დაეხმარო, ცდილობ რაღაცა გზაზე დააყენო და მას უჩიო, მაგრამ როცა ჩაერთვებიან ყველაფერში მან ზღვარისად არის, ეს სანამდე შეიძლება რომ მას დაუდგე გვერდში, აუხსნა, სიყვარულით მოეპყრო და დააბრუნო იმ წიაღში, რომელიც არის დიდი სიყვარული და რომელიც არის უფლის გზა და მქონია ერთი შემთხვევა იქიდან გამომდინარე, რომ მე არ ვარ მოხარებელი და არასდროს გამისინჯავს ამ გზაზე მკოლდები კარგავ ადამიანებს მაგალითად. არაერთი მქონია, რომ ვცდილობ რაღაც აუხსნა, ვცდილობ მივიტანო ის გულამდე, მაგრამ იქ რაღაცა დამკოლება ჩნდება, დანახა ძალიან ემოციური ფონი მაქვს, ძალიან ნერვიულობა ყველაფერზე, არაერთი იყო ასეთი და ბევრიც გამიგია. აი სად არის ზღვარი, სად შეიძლება გავჩერდეთ, სად შეიძლება ბოლომდე ვიბრძოლოთ მაგათვის და აი ეს სიყვარულით სანამდე შეიძლება რომ მათ უერთგულოთ, მათ დაუდგეთ ხარში და ის სირთულის გზა ერთად გავიტანოთ და ან უშველოთ მათ, ან კიდე დავმივანდოთ უფალსას ყოველივე. როცა ადამიანს არ ესმის შენი, შენ უნდა ელაპარაკო ღმერთს ამ ადამიანის შესახებ. მორჩა ეს არის, იმიტომ რომ ჩვენი რესურსი ამოწურულია, ადამიანი თავისუფალი ნება აქვს და როცა ვერ აგებინებ და შენ დახმარებაზე ის უარს ამბობს, შენ უნდა იყო კაი ქრისტიანი და პირადი მაგალითით აჩვენო, რას ნიშნავს იყო ქრისტიანი და გულმხრივად ევედრო უფალს. სამწუხარო რეალობა ესა, ადამიანი თვითონ აკეთებს არჩევანს, ვერაფერს ვერ იზოვ. გთხოვთ რჩევა მისცეთ ჩვენ შვილებს, რომლებსაც სოფლიო სამყარო უფრო ფერად და ბრჭყიალა ფერებს თავაზობს, ვიდრე შენდობას ვითხოვ ეკლესია. ეს რჩევა ჩვენთვის მშობლებისთვისაც სასარგებლო იქნება. ფაქტობრივად ეს შეკითხვა თანხმედრაში ამ პრობლემასთან, იმიტომ რომ იმათ თავიდან ესეთ ადამიანებს ეს მიაჩნიათ, რომ ბედნიერება იქ არის, ეს არის ეს ფერადი სამყარო და იგივე ის ნარკოტიკი და წამალი და ღამის კლუბები და გართობა ეს არის მათთვის ბედნიერებას ეს ანიჭებს და ეგ არის პრობლემა. ქართული მინანქრის ხატია ძველი, სადაც წმინდა გიორგი კლავს გველეშაპს და გველეშაპი თუ გინახეთ ეს მინანქრის ხატი არის გამოსახული ჭრელად, აი ჭრელი ფერები აქვს. ეს შემთხვევით არ არის, რა თქმა უნდა, სამყაროს სიმბოლოა, ღმერთს დაცილებული სამყაროს სიმბოლოა გველეშაპი და ეს არის ჭრელად გამოხატული. ასევე უფალი ამბობს, რომ ფართეა გზა და ადვილია მას სიარული, რომელსაც მიყავს წარწყმედისკენ. ანუ ეს ეხლანდელი პრობლემა კი არ არის. ეს არის ყოველთვის იყო ეს პრობლემა და ღმერთი რომ მოვიდა ადამიანებს მიეცათ შესაძლებლობა, თუ ისინი ქრისტეში ღმერთს იცნობდნენ, რომ გადარჩენილიყვნენ და დინების საწინააღმდეგოდ დაეწყოთ ცურვა. საერთოდ ქრისტიანობა ნიშნავს კომფორტის ზონიდან გამოსვლას, დინების საწინააღმდეგოდ, ამას სოფლის სულის საწინააღმდეგოდ ცვლას და ეს არათუ ურწმუნოს, ბევრ მორწმუნესაც კი არ სურს. ამიტომ დიახაც ეს სამყარო ჭრელია, ფართეა, აღჭურვილია სხვადასხვა შესაძლებლობებით, რომ გასიამოვნოს. ოღონდ ეს სიამოვნების ეს პერიოდი 20-25 წელს ითვლის ჯანმრთელი თუ ადამიანი, რადგან 17 წლამდე ბავშვია ჯერ 17 წლიდან მოყოლებული, 60 წლამდე ასე ვთქვათ რა. 60 წლის მერე უკვე სიბერე იწყება და აი რაღაც ესეთი რა, მაქსიმუმ 40 წლიანი პერიოდი ვთქვათ, ავიღოთ. და მორჩა, მერე იწყება სიბერე, განსასწრებელი და სიკვდილი. დამთავრდა და აი 40 წლიანი პერიოდით ადამიანის ესე იგი მარადული ყოფიერება იღუპება და გთავაზობს დიახაც სიამოვნებებს, ჭრელა სიამოვნებებს. მაგრამ თუ ადამიანს კიდევ მიმერებ რწმენა არ მიეცა და რწმენა ეძლევა იმის დამიხედვით, რამდენად შეიცნობს ის, რამდენად ცხოვრობს ღვთისნებით, ანუ სინდის მიხედვით, თუ რწმენა არ მიეცა, ვერაფერში ვერ დაეხმარება.
ამიტომ ჩვენი პრობლემა რა არის ხოლმე მშობლების ხშირად, რომ ესე იგი ყველაფერს ვაძლევთ ჩილებს გარდა რწმენის. და რწმენა კიდე როგორ ეძლევა ბავშვს? შენ ხო ღმერთი არ ახარ, რომ გამოეცხადო მას ღმერთის მაგივრად, მასში ღმერთი უნდა განცხადეს მის გულში. უნდა იყო პირადი მაგალითი. შენ უნდა იყო ღვთისმაძიებელი, გულმხურვალე ქრისტიანი, შენი სიტყვა და საქმე მაქსიმალურად უნდა იყოს ახლოს ერთმანეთთან. არ უნდა ხედავდეს, რომ შენ ორმაგი სტანდარტით ცხოვრობ. ეკლესიაში დადიხარ და ლოცულობ და ამ დროს პარალელურად სხვებს განიკითხავ, ადამიანი არ გიყვარს და საკუთარ თავზე ზრუნავ მხოლოდ ეგოისტურად. ხო? ესე და საკუთარ სიამოვნებისთვის ხარ და საკუთარ სიამოვნების გამო ღალატობ უფალს, ხო? აი ეს არ უნდა დაინახოს და ადამიანი არ მოვა შენთან სტუმრად, გაუღიმებ გადაყვები და როწავა განიკითხავ მაგალითად. თუ ეს ელემენტარული რაღაცეები, ანუ ორმაგი სტანდარტი არ უნდა იყოს. როგორიც ხარ ეკლესიაში, რასაც კითხულობ ლოცვებში, უნდა ცდილობდე ის ცხოვრებაში განახორციელო. და გიყვარდეს შენი შვილები მართლაც უანგარო სიყვარულით. არ ითხოვდე ადამიანებისგან სიყვარულს, არ შვილებისგან სიყვარულს, პატივისცემას, მშობლებისგან, არავისგან არაფერს არ ითხოვდე. შენ რაც შეგიძლია გაეცი. მორჩა, ეს არის. თანარჩენი რა იქნება? ეს იმხელა საიდუმლოებაა, რომ მე არ ვიცი. დიახაც ეს გზა ფართო ეს ცხოვრება ფართო ჭრელი და სიამოვნებებით აღჭურვილია, მაცდურია. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ მე უღმრთოს ვიყავი და ესე იგი სანახევრო ქრისტიანიც ვიყავი და ნუ ეხლა როგორი ქრისტიანი ვარ ხო ღმერთმა იცის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეხლა ერთ რამეს ნამდვილად მივხვდი, რომ ქრისტეზე ტკბილი ამ სამყაროში არც ერთი ამ ქვეყნიური სიამოვნება არა მარტო ცოდვა, არამედ ის რაც ცოდვაც არ არის. არაფერი არ შეედრება ქრისტესთან ერთობის სიხარულს რა. ეს არის ჩემი პირადი გამოცდილება. მე დღეს ეს ვიცი, მადლობა ღმერთს, ბევრი ტკივილი ტანჯვით და ყველას ვეუბნები, რომ ქრისტე არის ჭეშმარიტად ღმერთი, ჩვენთვის ადამიანად მოსული და მასთან ყოფნისათვის ღირს დაბადება, სიცოცხლეს, ტანჯვაც და სიკვდილიც. ყველაფერი ღირს იმისათვის, რომ ქრისტე შევიძინოთ. მაგრამ ნუ ეს ჩემი ხედვა და ამას ვამბობ და თითოეული ადამიანის ხედვა უნდა გახდეს ეს ვერავით თარ შემთხვევაში ვერაფერს ვერავის ძალას ვერ დაატა. ბავშვობიდან მაწუხებს პანიკური შეტევები, შფოთვები და შიშები. ეხლა ხან მოვედი ღმერთთან, ჩემ თავს ვებძვი და ხშირად ვარდები სასწორკვეთილებაში, დეპრესიაში, როგორ უნდა გავიმარჯვე ამ ბრძოლაში, ნერვოსთან და ჩემ თავს როგორ ვაჯობ. იცით, ასაც თქვენ ამბობთ, ამას აუცილებლად ექიმი ჭირდება. თქვენ ექიმთან უნდა მიხვიდეთ და პარალელურად სულიერად იცხოვროთ. სულიერი ცხოვრება ძალიან დიდი გზა გაქვთ გასავლელი, ვით სულიერი ცხოვრება დაიწყეთ. იმიტომ სულიერ ცხოვრებაში მთავარი არის არა რაღაც წესების შესრულება ან ცოდვების დამარცხება. ეს არის თამდევი რაღაც პროცესი. სულიერ ცხოვრებაში მთავარი არის ქრისტე იპოვო შენში და მასთან კონდეს პიროვნული ურთიერთობა, გული გაუხსნა და შენმა პიროვნებამ დაიწყოს რეალიზება საღვთო მადლი და ენერგიით, ანუ მადლი მოიხვეჭო. შენ განცდის დონეზე კონდეს, რომ შენში არსებობს ცოცხალი ღმერთი, ანუ სხვა სიცოცხლე. და შენთვის აღარ არსებობს სიკვდილი და გარდაცვალება არსებობს, რომელიც პირიქით არათუ საშიში, არამედ პირიქით სასიამოვნოა, სასიხარულოა და ასე შემდეგ. ანუ ეს პროცესია. მაგრამ ის რასაც თქვენ ამბობთ, ეს არის ფსიქიური პრობლემა, რომელსაც ექიმის ჩარევა ჭირდება, რომელიც თქვენ მანამდე გქონდათ. რა თქმა უნდა, თუ თქვენი სულიერი ცხოვრება სწორი მიმართულებით წავა. მე მქონია შემთხვევა, ეხლა გამახსენდა, ვისაც ვლაპარაკობ, ამ ადამიანს აქვს პრობლემები ფსიქოლოგიური. თან მორწმუნეა. მაგრამ ეხლა როგორი მორწმუნეა ეს ადამიანი? არავითარ შემთხვევაში არანაირ ღირებულ რჩევას, რომელიც ჩემი კი არ არის, აგერ თუნდაც დიდი იოსების სიკასტის იქნება ესა, არ იღებს. თავისი ხედვა აქვს რელიგიური. არავითარ შემთხვევაში არ აქეთ დაგმოწვრავს, დაგარიგებს. არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს. ამიტომ ის ადამიანი, ჩემთვის არ არის უცხო ის ადამიანი, ძვირფასი ადამიანია. ის ადამიანი არასოდეს არ განიკურნება თავისი ფსიქოლოგიური პრობლემებისგან. იმიტომ რომ არის ამაყი და ამპარტავნებით შეპყრობილი. გესმით? აი ამაშია პრობლემა. ცუდი კი არ არის. ზოგს გონია რა ასე რომ შევაფასებთ ადამიანს, ის ცუდია ბორო, ის არის უკეთილშობილესი ადამიანი. მაგრამ აქ ლაპარაკია სიამაყეზე, რომელიც შეიძლება იყო ადამიანი კეთილშობილი, დიდებული და იყო ამაყი და ამპარტავნი ერთდროულად.
ამიტომ ამ ადამიანის განკურნება შეუძლებელია. ვერანაირი ექიმი მას პერიოდულად ექიმი შეიძლება თუ ძალიან აიჭრა და ექიმი დაჭირდეს და რაღაცა, მაგრამ საბოლოო ჯამში არ განიკურნება, იმიტომ რომ მას არ აქვს მთავარი სათნოება ქრისტიანული სიმდაბლე, რომელიც ვლინდება იმაში, რომ თავის ხედვა აქვს და მორჩა რა ესე ხედავს. მას არ სურს ქრისტეში განვითარება. ამიტომ ქრისტიანობა მას ვერ განკურნავს. და ხა ცხონება არ ცხონება ღმერთის ხელშია, მე რა ვიცი. ხო და რაც შეეხება ამ შემთხვევაში თქვენ უნდა ეცადოთ რომ ექიმთან მიხვიდეთ აუცილებლად, მაგრამ რაც შეეხება თქვენ განიკურნებით თუ არა სულიერი ცხოვრებით, ეს მე არ ვიცი, მაგრამ ერთი რამე არის რომ შეღავათი ნამდვილად ექნება ყველა იმ ადამიანს, ვინც სულიერად ცხოვრობს, ოღონდ სულიერი ცხოვრების მთავარი მონაპოვარი არის ცოცხალი ღმერთი ჩვენში და ეს ნიშნავს, რაში გამოვლინდება ეს ყველაზე მეტად სიმდაბლეში. სიმდაბლე რაში გამოვლინდება ყველაზე მეტად მოყვასთან ურთიერთობაში. გესმით? აი ამაშია საქმე და ეს არის დიდი და ვრცელი გზა, ეს არის საიდუმლო გზა, ეს არის მისტიკური გზა, რომელიც რა თქმა უნდა კურნავს ადამიანს ფსიქოსომატურადაც. თუმცა ამ საწყის ეტაპზე თქვენ ექიმი ყველა შემთხვევაში დაგჭირდებათ. მესმის რომ ლოცვის ერთადერთი მიზანი თვითღმერთი უნდა იყოს, მაგრამ როცა რაღაცა მთელი გულით გვინდა და არ უშვებს ღმერთი ამას, როგორ არ დავკარგოთ ლოცვის мотиваცია და როგორ გავაგრძელოთ მოღვაწეობა. ესე იგი, ჩვენ გვაქვს უფლება ღმერთს ვთხოვოთ, მაგრამ თუ ჩვენი სულიერი ცხოვრება არ არის მოტივირებული აბსოლუტური უანგარობით, რომ მე ღმერთის შვილობა მინდა, აი იცით როგორ არის? აი უცებ ქრისტე რო გამოგეცხადოს, თუ შენ ყველაფერი არ დაგავიწყდა და ქრისტეთი არ გახდი მთლიან ახსებული, ხო შენ ლოცვას არანაირი ძალა არ აქვს. ქრისტეს ვერ ხედავ. გესმით, იმიტომ რომ ქრისტე არის ღმერთი, გესმით ეს რას ნიშნავს? ის არის წყარო ყველაფრის. აი შენ რო გული გიცემს, შენ რო რაღაც საქმე გინდა გამოგივიდეს, შენი შვილი გინდა რომ ბედნიერი იყოს, ყველაფრის წყარო იესო ქრისტეა, გესმით? და ამიტომ ჩვენი უმთავრესი мотиваცია სულიერი ცხოვრების, აი კიდევ ვიმეორებ, მოციქულები ესაუბრებიან უფალს ლოცვის შესახებ და უფალიანობა თქვენ წარმართებივით იქცებით. რატომ? იმიტომ რომ თქვენ ღმერთს ევედრებით, ეს მინდა, რაღაცები მინდა. და თქვენ გონიათ ქრისტეუნება. თქვენ გონიათ, რაც უფრო მეტს ეტყვით, მეტი სიტყვებით ეტყვით, უფრო შეგისრულდებათ, უფრო კარგად გაიგონებს ღმერთი. ეს არის წარმართობა, რომელშიც ცოცხალი ღმერთი არ არის. ნუ თუ ვერ ხვდები ქრისტეუნება, რომ სანამ შენ თხოვ, მანამდე იცის შენ რა გინდა. ამიტომ თქვენ ჯერ ღმერთთან ერთობა ეძებეთ და დანარჩენი ღმერთმა იცის. როგორ ვილოცოთ აბა და მაშინ ასწავლა მამაო ჩვენ, რომელიც პირველი სიტყვა რა არის? მე მინდა ღმერთის შვილობა. მამაო, პირველი ღმერთის შვილობა. დანარჩენი სიტყვები რა არის? პროგრამა როგორ რეალიზდეს პირველი სიტყვა. აი ეს არის მთავარი. და აბა სათხოვარია ეს რომ მინდა? ძალიან რომ მინდა. ერთხელ განუცხადე ღმერთ შენი სურვილი, ესეც არ არის საჭირო, მაგრამ მაშინ რომ დამშვიდ და მაინდა-მაინც თუ გონია რომ სადღაც კარგად ვერ გააგებინე ღმერთს, დანარჩენი თქვი რომ აი მე გთხოვე, იცი რომ მინდა უფალო. ამიერიდან მთელი ჩემი არსებით შენ გეძებ და ჩემი პირადი ცხოვრება და სათხოვარი როგორც მე მინდა კი არა, იმიტომ რომ როგორც იტყვი მე მინდა კაცო, იქ მამაო ჩვენოში იყავნება შენი რო არის. მე ხო იცი რომ ეს მინდა. მთელი ჩემი გულით შენ გეძებ და ეს ჩემი პირადი სათხოვარი, როგორც შენ გინდა ეგრე იყოს. აი ეს არის რწმენა, გესმით? შენ თუ მას არ ენდობი. აბა რანერი მორწმუნო, თუ შენ ღმერთს არ ენდობი, შენთვის ღმერთი არ არის ღმერთი, რომელსაც ყველაფერი უწყის შენზე უკეთესად. აი ეს არის. ისიც აკითხეთ. აი ბოლოს შეკითხვა იქნება დღევანდელ შეხვედრაზე. ჩვენი მრევლი არის ინგლისურ ენოვანი და აი მიკროფონი. As you know, I'm from India. I grew up in a very როგორც იცით, მე ვარ ინდოეთიდანო და გავიზარდე ისეთ ხალხშიო, სადაც იყვნენ კერპებიო, ყოველდღურად და ანუ ძალიან ბევრი ღმერთის თაყვანისმცემელი ხალხის შორის გავიზარდეო. I never felt connected. და არასოდეს მიგზეო მათთან კავშირი, ამიტომ ვიყავი მათთვის ურწმუნო. That's why I was a non-believer before. Now მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და ვიცი, რომ ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთია. ძალიან მხიარულად ვგრძნობ თავს და ბედნიერად, იმიტომ რომ ეს ვიცი, რომ სიმართლე არისო. what responsibility do I have for my country
because God decided me to მე მართალია მიყვარს იქ ჩემი ხალხიო, ის უბრალოდ მე კავშირს ვერ გზნობ მათგანო, იმიტომ რომ სხვანაირ მსოფლმხედველობა გახლავთ, რადგან ღმერთმა ინებაო რომ ინდოეთში დავიბადეო, ეს რა პასუხისმგებლობას მაძლევს ღვთისწინაშეო, იმიტომ რომ ინდოეთში ვერ ვხედავ ჩემს მოვალ ცხოვრებას. like how it should be. და ანუ როგორც ქრისტიანს რა პასუხისმგებლობა მეკისრება ჩემი ქვეყნის მიმართ. მე და თომას ერთი რამე გვაერთიანებს. ქრისტიანული გაგებით თომაც უღმერთო საზოგადოებაში გაიზარდა და მეც ათეიზმი, რომელშიც მე გავიზარდე, იყო ტოტალური. 20 წლამდე მე არ მქონდა ღმერთის სახელი დადებით კონტექსტში გაგონილი. არ მენახავ ცოცხალი მღვდელი, არაფერი აბსოლუტურად არანაირ რელიგიაზე. და მე რო ქრისტემ მიპოვა, იყო სასწაული. ასევე თომა იპოვა ქრისტემ, ესეც იყო სასწაული. და ეხლა ორივე ვართ აქ. Now because I'm here. რაც შეეხება პასუხისმგებლობას. როდესაც რაიმე წიაღიდან ღმერთი გამოიყვანს რომელიმეს, ეს ნიშნავს იმას, რომ ღმერთი ამ ადამიანს ხდის იმ ადამიანებისათვის მზრუნველს, მლოცველს, რომ ღმერთს შეავედროს ის ადამიანები, რომლის წიაღიდანაც გამოვიდა. ანუ თომამ უნდა ილოცოს თავისი ახლობლებისათვის, რომ ღმერთმა მათაც გული გაუხსნას. და როდესაც ექნება შეხვედრა და კომუნიკაცია, თავი გამოაჩინოს როგორც ქრისტეს მსგავსმა ადამიანმა, სიმდაბლით და უპირობო სიყვარულით. მაგრამ ქრისტეს სარწმუნოების მტკიცე დამცველი. თომა გაიხარე, თომა. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ თუ გინდათ სახარება გაიგოთ, აუცილებლად უნდა იკითხოთ იმ ადამიანების სიტყვები, რომლებიც განწმენდილი გულის გამო თანამშრომლობდნენ სულიწმინდა ღმერთთან. რომ სულიწმინდა ღმერთის გარეშე ქრისტეს სიტყვების გაგება სახარებაში არის შეუძლებელი. ამას თვითონ ქრისტე ამბობს. რასაც მე თქვენ ახლა გეუნებით, ამას ახლა ვერ გაიგებთ, მაგრამ როცა სულიწმინდა ღმერთი მოვა, ის გაგახსენებთ და განგიმარტავთ კიდევაც და ვინ არიან ეს ადამიანები, ვინც ქრისტეს სიტყვები გაიგეს განწმენდილი გულით სულიწმინდა ღმერთის მიერ. ესენი არიან მოციქულები, მათ შორის პავლე მოციქული, რომელსაც ქრისტე ჩვენსავით ხორციელად არ უნახავს და პირველი საუკუნიდან მოყოლებული წმინდა მამები. აგრეთვე 20 საუკუნის წმინდანი და მისი მემკვიდრეები კიდე 21 საუკუნეში. ამიტომ წმინდა მამათა როგორც მოციქულთა წერილების, იგივე პავლე მოციქულის წერილების, ანუ სამოციქულოსო და წმინდა მამათა კითხვის გარეშე სახარების გაგება პრინციპში არის შეუძლებელი. თუ სახარებას კითხულობთ წმინდა მამების გარეშე, თქვენ აცდებით 2000 წლოვან ქრისტიანულ ცივილიზაციას და შექმნით რაღაცას პროტესტანტული სექტის მსგავს რაღაცა ცნობიერებას თქვენში, რომელიც იქნება აცდენილი აი ამ უზარმაზარ გამოცდილებას ეკლესიისას.